ეხა გვაქვს შანსი რომ ზუსტად მაგას დაუბრუნდეთ. ყველაფერი რაც ჩვენს მოლოდინების მიღმა არის, ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება შექმნას და როგორც კი აღმოჩნდება, მე დავიწყოთ ფიქრი თუ რა გამოგრჩა, თუ რა თამაშის წესები აქვს სამყაროს დამატებითი, რა არის ახალი ფიზიკა, რაც შეიძლება არ გწონოდა მანამდე. ჩვენ შეგვიძლია მერე კი არა, როცა ორი შავხროლი შეეჯახება, ან შავხროლი და ნეიტრონული ვარსკვლავი შეეჯახება, მაშინ უნდა გავიგოთ ეგ. ხო, ეგონა რომ უბრალოდ კარგი კალკულატორი არის. არა, ჩვენზე მაღალი ემოციური ინტელექტით გაუჩნდებათ. იმიტომ რომ ჩვენი გრძნობები რაც სიყვარული, სევდა, მელანქოლია, ეგენი არის ბევრი სხვა კომპუტაციების უბრალოდ აღმოცენებითი. მან და ჩემს გოგოს მან და ემოციური ინტელექტი მიაჩნია რომ ვერ გაჩნდება. და გაცილებით უფრო მაღალიც ექნება, როგორც ცნებაც სიყვარული და სევდა, მაგათ შუაში შეიძლება სხვანაირი გრძნობა იყოს, რაც ჩვენ არასოდეს გაგვიაზრებია, იმიტომ რომ ევოლუციურად არ დაგჭირებია. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ შემდეგ პოდკასტს. ეს პოდკასტი 2025 წელს ჩვენც იქნება პირველი და ბუნებრივია რომ ვეცდებით შევაჯამოთ, ხო, როგორი იყო 2024 წელი, როგორი იყო მეცნიერების მიმართულებით, ტექნოლოგიების მიმართულებით და იმ ხრივ რაზეც მთელი ეს 2024 წელი ვსაუბრობდით. დავიწყოთ მოდი იმით, თუ შენც როგორი იყო 2024 წელი, შენი მოღვაწეობით, ანუ ფიზიკის მიმართულებით, შენი კვლევების მიმართულებით და მე ალბათ მაქნე შეგვიძლია გავშალოთ, ხო? ზოგადადაც რა ხდებოდა და რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. ხო, ჩემთვის მაკრო პროდუქტული წელი იყო, რაც სამი ნაშრომი იყო, რაც მე და კოლაბორატორებმა ერთად ვიმუშავეთ და ზოგადადაც საინტერესო წელი იყო ბევრი ამისთვის. აი როგორც წინა პოდკასტზე ვილაპარაკეთ, ნობელი როცა შევაჯამეთ, ალბათ ყველაზე ფუნდამენტურად ეს წელი იყო, სადაც ხელოვნური ინტელექტი არ იყო უბრალოდ რაც პატარა რამის გამოყენება, ან როგორც დამხმარე კალკულატორი, იყო ისეთი რამე, რაც ფუნდამენტურ მეცნიერებას წევდა წინ. და მაგ ხრივ უკვე განსხვავებული წელი იყო ყველა სხვა წელთან შედარებით. და ნობელშიც აისახა ეს, იმიტომ რომ შინტონმა აიღო ნობელი, ვინც არის ხელოვნური ინტელექტის შექმნელი და მან აიღო ფიზიკაში. ხო, შეგვიძლია დავიწყოთ რეები გაკეთდა და ერთ-ერთი შენი იმით დავიწყოთ. ხო, კი ბატონო. ჩემი ერთ-ერთი შრომები რაც მომდიმასში მოყვები, რაც იყო გრავიტაციულ ტალღებზე, იმიტომ რომ მან გამოყენებული იყო ხელოვნური ინტელექტიც და ფაქტურად სინთეზი როგორც ქონდა კაცობრიობას დაახლოებით იგივე იყო იმ შრომებშიც. ოკეი. ხო. მოდი გრავიტაციულ ტალღებზე ვთქვათ მაშინ. ჯერ ვთქვათ ალბათ რა არის, ხო? მაინც ყურებელს გაიგოს. აი, ერთი პირველი რაც შეგვიძლია ის ვთქვათ, რომ აინშტაინის ფარდობითობის თეორია, რომელიც ფაქტურად რევოლუციური იყო არა მარტო მეცნიერებისთვის, არამედ ფილოსოფიისთვისაც, იმიტომ რომ პირველად ჩვენ ვთქვით, რომ დროს სივრცე არა მუდმივი, რაც ყველა ადამიანური ინტუიციის მიღმა მიდიოდა, იმიტომ რომ ჩვენი ინტუიცია ჩამოყალიბდა კიდე ევოლუციაზე. ნიუტონის კლასიკური გაგებით იყო დრო რაღაცა უნივერსალური. არასდროს არ წარმოვიდგენდით, რომ დრო შეიძლება ყოფილიყო არამუდმივი. და აინშტაინმა თქვა, რომ დროს სივრცე არა მარტო იცვლება, არის გეომეტრია და გეომეტრიულად შეიძლება გამოღუნოთ და ბევრი რამე გავუკეთო. რაც ბევრისთვის ალბათ ეხაც ცოტა ესეთი რაღაცა. კი, წარმოვიდგენელია. ხო, იმიტომ რომ შეიძლება რომ მაგალითად დრო მიედინებოდეს იმის მიხედვით, ხო, სად იმყოფები და ასე შემდეგ. კი. რაც რეალურად ეგრეა. აი ფილმი ინტერსტელარი მაგასთან ლამაზად მოჩვენებს. და სხვა და აინშტაინმა როცა ეს დაწერა, ნელ-ნელა მოწმდებოდა. და სულ ბოლო წინასწარმეტყველება რაც იყო გრავიტაციული ტალღები და ეგ შემოწმდა 100 წლის თავზე. და ახლა თვითონ გრავიტაციული ტალღები რა არის? ადრეც მითქვა რომ ტალღები ცუდი სახელია, იმიტომ რომ ტალღებზე ჩვენ მგონია რომ რაღაც არსებობს დროს სივრცეში და ის ოსცილირებს. მაგალითად ბგერთი ტალღები მოლეკულები რხევა და ეკოსმის ყურში და მაგდო გამოდის. და დროს სივრცის შემთხვევაში გრავიტაციული ტალღები არის თვითონ დროს სივრცის რხევა. აი მაგალითად საათი თუ მაქვს და ჩაიარა გრავიტაციულმა ტალღამ, ეს საათი ჯერ ნელა მიდის, მე შეიძლება ძალიან აჩქარდეს და მე შეიძლება ძალიან შენელდეს. ანუ თვითონ დრო ოსცილაცია იქნება არა რამე ირხევა დროს სივრცეში, თვითონ დროის რხევა იქნება, ძალიან გაწელილი იქნება დრო ან ძალიან აჩქარებული იქნება. და თვითონ სივრცეც. ოღონდ ესეთი რამე რომ მოხდეს სამყაროში უნდა მოხდეს ფუნდამენტურად ძალიან კატასტროფული ივენთი. ძალიან მასიური ობიექტების შეჯახება. ძალიან მაღალი ენერგიები გვინდა და საბედნიეროდ ჩვენ სამყაროში ეგეთი რამე შეიძლება. იმიტომ რომ ცოტა სხვანაირი ყოფილიყო სამყარო, მასეთ რამეს ვერასოდეს გავზომავდით, მაგრამ ჩვენ სამყაროში არსებობს შავხროლები და ეს შავხროლები ეჯახება ერთმანეთს. და ეს შავხროლები როცა ერთმანეთს ეჯახება, ეგ იმდენად დრამატული არის სამყაროსთვის, რომ თავად დროს სივრცე იწყებს რხევას და ეგ დროს სივრცის ოსცილაცია ახდენს დედამიწამდე. და დედამიწაზე კიდე იზომება
ძალიან მარტივი მექანიზმით ლაზერები არის, ორი ლაზერი გაშვებული, ორი, იმიტომ რომ პერპენდიკულარული ორი მიმართულება შეამოწმოს. და როცა ამ ეს ლაზერიც უბრალოდ ზომად რა მანძილი აქვს, ხო, გასავლელი სარკეზე ირეკლება, უკან მოდის და როცა გრავიტაციული ტალღა გაივლის, ეს მანძილი ზოგჯერ გაზილია, ზოგჯერ შეკუმშვილი, იმიტომ რომ დროს სივრცის შეკუმშვა ხდება და ესე ზომავთ. აღონაც ამებში ახლა პრობლემები იყო, ერთ-ერთი ის, რომ ეს სიგნალი არის ძალიან პატარა. ეს სიგნალი იმდენად პატარაა, რომ ანუ ზომა რაც კილომეტრიანი გზა იცვლება პროტონზე 100,000 ჯერ პატარა მანძილით. ამ პროტონი ატომი არა, ატომები ხო ვიცით რომ ძალიან პატარაა. ატომი რო ყოფილიყო მზის სისტემა, პროტონიაც ძალიან პატარა იქნებოდა. შეგიძლიათ სახლი შევა ყოფილი ხო, ძალიან პატარა არის პროტონი ატომთან შედარებით, აი ესე გავზვას 100,000 ჯერ პატარაა და რა ძალიან შეგიძლიათ წარმოვიდგინოთ, რომ ჯერ მართლა ხო ვიცით რომ ატომი რა არის, ხო? ატომის ბირთვი არის პროტონი. ანუ ეგეც საინტერესო არის, იმიტომ რომ ჩვენ რო შევდგებით რეალურად უმეტესობას ის არის ელემენტი, კი, იმიტომ რომ ატომს, პროტონს და გარე ელექტრონებს შორის არაფერი არის. ხო, და ამ პროტონზე 100,000 ჯერ უფრო პატარა არის ეს რხევა და ამის დანახვა არის ძალიან რთული. და ამის დანახვა შეგვიძლია, მაგრამ პრობლემა არის, რომ გვაქვს ხმაური. ხმაური იმიტომ გვაქვს, რომ აი გვერდზე შტატშიც კი რო ჩაიაროს მანქანა, ეგ უფრო დიდი სიგნალი არის ამ ლაზერებისთვის ვიდრე ის გრავიტაციული ტალღა რომ მოვა. გაცილებით ან მილიარდობით უფრო როგორ ხდება ხო და ამის ფონზე გასუფთავებენ გასუფთავებას და მაგისთვის ეგ გასუფთავება კარგად არ გამოდიოდა. კარგად იმიტომ არ გამოდიოდა, რომ ეს ხმაური რაც არ უნდა როგორღაც რომ ამოხსნათ, მუდმივი არაა დროში, ეგეც არის პრობლემა. ანუ ეს ხმაური დროშიც იცვლება და მაგამდე ხელოვნური ინტელექტის დანერგვა ბევრს უცდია, მაგრამ კარგად არ გამოდიოდა, იმიტომ რომ დავუშვათ ხელოვნური ინტელექტს ავარჯიშებდნენ ამ ხმაურზე, ეს ხელოვნური ინტელექტი გაწმენდა, მაგრამ მეორე დღეს სხვანაირი ის იყო სპექტრი და აღარ ვარგოდა ეს ხელოვნური ინტელექტი. და ეგ გამოხსენეს ზუსტად ხელოვნური ინტელექტის ერთი ძალიან საინტერესო მეთოდით, რაცაა transfer learning-ი. Transfer learning არის რომ ფაქტურად შენ არიწყებ რაც ზოგადი random ხელოვნური ინტელექტით უკვე ნავარჯიშები არის, pre-training ქვია წინასწარ და უკვე ნავარჯიშები შეგიძლია ცოტა პატარაზე შეცვალო, fine tuning ქვია, ყოველი ეპოქიდან ეპოქამდე პატარა შესწორებებით გააკეთო. და აი GPT-ც ზუსტად მაგ იმაზე მუშაობს, აი GPT რო გავშიფროთ არის generative pre-trained transformers და ეს pre-trained არის რომ წინასწარ ნავარჯიშებია სხვა რაღაცეებზე და მე ადაპტაციას პატარებს. აი და ზუსტად მასეთი პატარა ადაპტაციებით ამ ხელოვნური ინტელექტს გამოუვიდა ის რომ როგორც კი იცვლებოდა ხმაური ის ადაპტირდებოდა მალევე. და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ რეალურად იგივე უკვე მანამდე როგორ ხდებოდა, იცი რომ ჩაწერილი სიგნალები რაც იქნებოდა, მე რეცილობდნენ იქ რაღაცების წაკითხვას. რადგან იგივე მოგეთ ლაივში ზუსტად როცა ივენთები მოხდებოდა, უცებ ვერ დაამუშავებდნენ. მაგრამ ეს რადგან იგივე დროში აკეთებს, ჩვენ შეგვიძლია მერე კი არა, როცა ორი შავხროლი შეეჯახება, ან შავხროლი და ნეიტრონული ვარსკვლავი შეეჯახება, მაშინ უნდა გავიგოთ ეგ. ეგ კარგი იმიტომ არის, რომ მერე შეუძლიათ სხვა ობსერვატორიებს გაახედონ და დაინახონ და მერე უკვე რამდენიმე ინფორმაცია გვაქვს გრავიტაციული ტალღები და სინათლეც. აი სინათლე თუ არ მოგვივიდა, ვიცით რომ შავხროლები შეეჯახნენ და სინათლე თუ მოგვივიდა, მერე ვიცით რომ შეიძლება ნეიტრონული ვარსკვლავი იყოს, ან რამე ეგზოტიკური ვარსკვლავი, რაც ახალ ფიზიკას მალავს, შეიძლება ბნელი მატერია გავიგოთ, ეგრე ბნელი მატერიისგან გაკეთებული ვარსკვლავი. და მაგიტო ამის დაჩქარება ძალიან კარგი იყო. ეგ იყო ამ იმის, რა ქვია, შედეგი, რამაც შესაძლებელი გახადა, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია უკვე რეალურად ლაივში დავაფიქსიროთ გრავიტაციული ტალღები ეგეთ ხმაურში. ხო და ეს გრავიტაციული ტალღების დანახვა ხარო შეგვიძლია, მაგრამ პრობლემა მაინც ისაა, რომ წინასწარ უნდა გააკეთონ კანდიდატები და ეს კანდიდატები ეს სკანირება გააკეთონ რა სიგნალიც მოვა და იმ კანდიდატებს შეადარონ არის თუ არა გაწმენდის მერეც. და ეგ ფილოსოფიურად ძალიან მიუღებელი იყო რა, ახლა მაგას რო ვუყურებდი, იმიტომ რომ წარმოიდგინე გრავიტაციულ ტალღებზე ხარ ვლაპარაკობთ, ძალიან ბევრი ახალი რამის ნახვა შეგვიძლია და ძალიან ბევრს უფრო მეტის არა ვიდრე მანამდე, იმიტომ რომ მანამდე მთლიან სამყაროს რით ვნახულობდით, ქონდა ვუყურებდი თვალებით. და თვალებით მაინც და მაინც ჩვენ თვალებითაც არ ვუყურებდით ინფრარედს, ვუყურებდით ულტრაისფერს, მაგრამ ვუყურებდით მაინც ელექტრომაგნიტურ რადიაციას, ფოტონებს, ანუ მაინც სინათლეს ვუყურებდით, ზოგჯერ უბრალოდ ინფრარედს და იმას.
მე მაგით სამყაროს რეალურად დანახვა ძალიან რთულია. კი, და თან სამყაროში ვიცით, რომ თლიანი სამყაროს მარტო 3% ელაპარაკება სინათლეს. და დანარჩენ 97% ბნელი მატერია, ბნელი ენერგია და კიდე რამე სხვა რაც სინათლეს არ ელაპარაკება, უბრალოდ გამჭვირვალე იქნებოდა. და ეგ იყო ელექტრომაგნიტური რადიაცია. და გრავიტაცია ის ტიპია, რომელიც მან რაღაცნაირად მოქმედებს, ხო ყველას. და გრავიტაცია არის პირდაპირ დროს ივრცე და ფაქტიურად ფუნდამენტურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რასაც კი არ აქვს არანულოვანი ენერგია, ეგ შეგვიძლია შევასაბამოთ, რაც არსებობს. და თუ ვიტყვით რაც არსებობს, ენერგია უნდა გქონდეს. ხო და რაც კი არსებობს, რაც კი კაკმინუმ რაც ჩვენ ფრეიმვორკში არსებობდეს, გრავიტაციას ელაპარაკება. ხო. და მაგიტო გრავიტაციული ტალღით შეგვიძლია დავინახოთ ეგ. და სამყარო თავიდან არ ქონდა სამყაროს სინათლე, თავიდან როცა მოხდა ბიგ ბენგი და დიაფეთქება, თავიდან ენერგია იყო, სხვა რაღაცები იყო და სინათლე შეიქმნა 300,000 წლის მერე. კი. თავისუფლად და 300,000 წელი ჩვენ ფაქტიურად ჩაკეტილი ქონდა მანამდე და ეხლა გრავიტაციული ტალღებით მაგის ნახვა შეგვიძლია. და ეს შენი კვლევა რა არის ანუ ამას? ჩემი კვლევა პირველი რაც იყო ის ხელოვნური ინტელექტის მოდელი, გახადა საშუალება რომ რთული ხმაურით შეგვეძლო გაგვიფილტრა და მაინც თან რეალურ დროში გვენახა. მაგრამ მერე პრობლემა ის იყო რომ აი ამდენი მოლოდინი რო გვაქვს რომ აი გრავიტაციული ტალღებით შეგვიძლია დავინახოთ ახლა რა ვიცი ყველაფერი ახალი. ეგრე არაა, იმიტომ რომ წინასწარ დაგენერირებული კანდიდატები უნდა გქონოდეს და წინასწარ დაგენერირებული კანდიდატები არის ადამიანების მიერ. და მათ პრობლემა შემოდის რომ ჩვენ დავინახავთ მარტო ისეთ რაღაცებს, რასაც ველოდებით. ოკეი, ანუ ადამიანის იმიდან მაინც ვერ გამოდიხარ ჩარჩო, ადამიანური. და როცა ველოდით შეზღუდულია. კი, ზუსტად. ეგ мотиваცია მქონდა მე ხელოვნური ინტელექტი მაგდო გამოვიყენე. და ამ დროს კიდე შეგვიძლია უნდა დავინახოთ გაცილებით მეტი და ჩვენი ინტუიციიდან უნდა გავიდეთ, იმიტომ რომ კვანტურ მექანიკას ჩვენი ინტუიციით ვერასოდეს არ აღმოვაჩენთ გაგვიმართლა უბრალოდ რაღაცებში. და აქ შემოდის ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც დაახლოებით ზე როგორც ეს სურათებს აგენერირებს, აი ხო გინახი ადამიანის სახეებს ისე აგენერირებს, ზუსტად ის სახეები არ უნახია. და გავაკეთე მეორე ხელოვნური ინტელექტი, რომელიც დააგენერირებდა ახალ გრავიტაციულ ტალღებს. და ნუ ერთი ისა რომ ადამიანებს აღარ უწევთ 1000-ობით და 100,000-ობით ცალკე ხელით მაგეების გამოყვანა და მერე დამატება ამ იმეებში მონაცემთა ბაზებში, იმიტომ რომ ეს ხელოვნური ინტელექტი აკეთებს და აკეთებს რამდენად. ანუ ერთი სისწრაფის მომენტია. და მეორე არის რომ ადამიანური ინტუიციიდან გავდივართ. ხო. და მან ადამიანური ლოგიკას ძალიან ის აქვს, მიკერძოება აქვს. და ნებისმიერ რამე რაც გარე ლოგიკა, რაც არ წარმოგვიდგენია ჩვენ ეგ გარე ლოგიკები შეება ჩადოს და იპოვოს. და მანდ იყოს და მანდ არის იდეაში ძალიან ბევრი რაღაც ამოხსნა სამყაროზე, ხო? კი, ზუსტად. სამყაროზე პასუხები. და ზოგი შეება ისეთი რამე მოიფიქროს ხელოვნური ინტელექტი, რაც არ არსებობს, ან შეება არსებულიყო სხვა სამყაროში. იმიტომ რომ და ჩვენ სამყაროში შეება ეგეთი რამე არ ხდებოდეს, მაგრამ აქ შემოწმება შეგვიძლია, იმიტომ რომ თუ ისეთი რამე შექმნა, რაზე ჩვენ თეორია საერთოდ არ გვაქვს ჯერ. მივხვდი. მაგრამ შექმნა და ეგ გაიზომა მერე, იმიტომ რომ ეს კანდიდატი დაემთხვა. უკვე მერე შეგვიძლია დავიწყოთ ფიქრი რა არის. და ეგა ირონია, რომ დღეს ძალიან თანამედროვე მეთოდებით ეგა ვაბრუნებ მაგით მეცნიერებას პირიქით საწყისებთან. როდესაც ჯერ იყო ექსპერიმენტი და მერე თეორია. იმიტომ რომ ბოლო 100 წელი ეხლა ექსპერიმენტი იმდენად რთულია, რამე ახალი რო შეამოწმოს სამყაროში. წიეცა უნდა იცოდე რა გინდა. აი ამაჩქარებელი თუ აშენ და ძალიან ზუსტად ვიცოდი ის შემოწმება გვინდოდა. ხო. და თავიდან ექსპერიმენტი გქონდა რომ შეგვიმოწმებინა თეორია. მაგრამ ძალიან ადრე როცა უბრალოდ ვიყურებოდით ცაში, მან რაღაც უცნაურობას შევამჩნევდით. მაგალითად მაგნიტი გაიწევოდა იქით და პოლუსი იყო, რაც მაგნიტურველს აღმოაჩენდით. და ფაქტობრივად ეგრე დავუბრუნდით. ან თავიდან უფრო რაღაც ემპირიული დაკვირვება იყო. კი, ან მანამდე იყო ექსპერიმენტი და მე ექსპერიმენტს მოყვებოდა თეორია და ეხა გვაქვს შანსი რომ ზუსტად მაგას დავუბრუნდეთ. ყველაფერი რაც ჩვენს მოლოდინების მიღმა არის, ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნას და როგორც კი აღმოჩნდება, მე დავიწყოთ ფიქრი თუ რა გამოგვჭა, თუ რა თამაშის წესები აქვს სამყაროს დამატებითი, რა არის ახალი ფიზიკა, რაც შევა არ გწონოდა მანამდე. ო. და მაგას მოგწევს ხო? კი ბატონო. და მაგ ხრივ ეს ხელოვნური ინტელექტი კარგი იყო და ეგ ორი შრომა იყო რაც გრავიტაციული ტალღებისთვის გავაკეთე. და მესამე ისე ამ ხელოვნური ინტელექტის გაუმჯობესებაზე ვფიქრობდი, მაგრამ ზოგადად ხელოვნური ინტელექტისთვის საინტერესო მეთოდის მოფიქრება გამომივიდა. იმიტომ რომ პრობლემა ნახე რა არის ეს ებმის ზოგადად აი ოქროს გრალი რაცა ეხა თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის რომ ზოგადი სუპერინტელექტი შევქმნათ. რომ ადამიანებზე უფრო ჭკვიანი იყოს. მან ერთი პრობლემაა და ხალხი არ ვიცი რატო არ იძახეს.
ერთი არის რომ ბევრი ვერ ხვდება და ვინც ხვდება იმას არ აწყობს რომ თქვას, იმიტომ რომ სჭირდება დაფინანსებები და გაზდა. მაგრამ როცა ვიძახით რომ აი ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს გადაასწრებს და რაღაც იმიტომ რომ ბევრი კაი მიზეზი გვაქვს მაგისთვის. ერთი რომ ადამიანის ტვინი ნელა იცვლება ძალიან, ნეანდერტალელის მერე რა დიდად არ შესულა ჰომო საპიენსი როგორიც იყო, ეხაც დაახლოებით ეგეთი ტვინი. თითქმის იგივე 200,000 წელია. და ხელოვნური ინტელექტის ტვინის არქიტექტურა იცვლება წამიდან წამამდე. ერთ საუკუნეში, ერთ საუკუნეში. ხო, ზუსტად ერთ საუკუნეც არა, ხო? ვარჯიშისაც შეუძლია 1 საათში შეიცვალოს კატასტროფა. 1 საათში შეუძლია გაიაროს ჩვენი მილიონობით წლის ევოლუცია. კი. და მაგიტო რა თქმა უნდა ადამიანის იმას მიღმა უნდა გავიდესო და ნუ მე კონკრეტულად იმიტომ მაწუხებდა რომ ეს გრავიტაციული ტალღები დაიგენერირებინა რაღაც ახალი რაც ჩვენ გამოგვრჩა. მაგრამ პრობლემა რა არის რომ მიუხედავად იმისა რომ ეს ხელოვნური ინტელექტი შეუძლია უფრო სხვანაირის ქონდეს ხო არქიტექტურა ადამიანის დაგენერირებულ დატაზე ვარჯიშობს. ანუ სავარჯიშო მასალა ხო ადამიანების გაკეთებული არის. და პრობლემა არის როგორ უნდა გავიდეთ ადამიანური ინტუიციიდან თუ ადამიანების დაგენერირებული მონაცემებით ვარჯიშობთ. და მაგ პრობლემის მოვლა იყო მესამე შრომა რაც გავაკეთე და ეგ გავაკეთე უბრალოდ იმისთვის საინტერესო იყო რომ გრავიტაციული ტალღების მოსაგვარებლად, მაგრამ ზოგადად იმას ანუ ადამიანის აღქმის მოდელირებული სისტემის მიღმა რო გავიდეს და ცოტა სხვა რაღაცაზე რო ივარჯიშოს, ხო? ანუ ტიპს რომელსაც აქვს უფრო მეტი პოტენციალი ისედაც თავისთავად, მაგრამ გასცეს ამ ადამიანურ. ზუსტად, იმიტომ რომ ძალიან ჭკვიანი შეება არის, მაგრამ აი წამიგე ვიღაც გენი. მაგრამ სულელი ავარჯიშებს. ზუსტად, ეგ არის პრობლემა, კი. ხო. აი ძალიან გენიოსიც რო არის და უბრალოდ ჩაკეტო ოთახში და აყურებინო, რა ვიცი. ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ სულელები და შემთხვევაში ვარ ცვლილები და ჩვენზე ჭკვიანი გვინდა იყოს. მაგრამ რითი ვავარჯიშოთ არ ვიცით, იმიტომ რომ ჩვენ რაც გვაქვს. კი. ან წარმოიდგინე, ხო, გვინდა რომ რაღაცას ვასწავლოთ გეომეტრია, ოღონდაც ჩვენ არასოდეს არ მიგვიგნია წრისთვის, მარტო სამკუთხედი ვიცით და კვადრატი და დავსვით და სამკუთხედი, კვადრატი, სამკუთხედი. ოკეი და აი ხარ ეს შენ საუბრიან რომ ეგ პრაქტიკაში უკვე გამოყენებ შეიძლება მაგის მაგ სისტემის გამოყენება? სხვა შორზე ცოტა ხნის წინ დააციტირეს ეგ სტატია და ბენჩმარკებზე შეადარეს და თითქოს state of art benchmark-ზე ამას მოუწია, ყველაზე კაი შედეგები ჰქონდა. ხო. ეგ აი სამეცნიერო ხო, აი პროცესი მაინტერესებს კიდე, ანუ როგორ გრძელდება ხოლმე რა, ანუ დაუშვათ შენ გააკეთე. ხო. და ამ რა დროა საჭირო, რომ სიტყვაზე ეგ დაინერგო, სტანდარტულ დონეზე როგორ ხდება, ხო, აი როგორ აი ხელოვნური ინტელექტი ძალიან დაჩქარებულია. სხვა ფიზიკაში, უბრალოდ ხა ფიზიკაში შედარებით მეტი ავტორიტეტი მაქვს და მაგიტო ინერგება მალე თორე შევა. ფიზიკაში ზოგი სტატია არის ნობელებიც რო აუღიათ 10 წელი ერთი ციტირებაც კი არ ქონია. და ზოგჯერ ჩაკარგული ყოფილიყო. ხო, და მაგრამ ხელოვნური ინტელექტი ძალიან ჩქარა ვითარდება იმდენად რომ აი ნებისმიერი წიგნი რაც არ უნდა აიღო, აი მეც რომ მეკითხებიან რითი ვისწავლო, ხო? ყველაზე კარგი წიგნს რასაც ურჩევ, მაგის 70%-ზე ვეუბნები ამოხიე და არ წაიკითხო თქო. აი იმდენად ჩქარა იცვლება რაღაც რომ ყველაზე ახალი წიგნიც 70% ნაგავი არის უკვე. და ეს სტატიაც ახლა რომ გამოქვეყნათ ერთ თვეში მაგის შედარებები იყო სხვადასხვა მეთოდებთან და გამოყენებული იყო უკვე და ხა ვინ დანერგავს ეგენი არ ვიცი უკვე. მაგრამ ერთ-ერთი გამოყენება ისაც თავად ChatGPT-საც შეუძლია დანერგვა, იმიტომ რომ სადაც 100 ჯერ შეუძლია დააჩქაროს ვარჯიში გენერაციული მოდელების, რაც უკვე კაი არის. მაგრამ სიჩქარე დიდად არ მადარდებს. მე მადარდებს რომ გავიდეს ადამიანური ინტუიციის მიღმა. და ისეთი რაღაცა გითხრას რაც გამოგვრჩებოდა. როგორც კვანტური მექანიკა არის, კვანტური მექანიკა რომ მოგვიგებინოს რა ეგეთი რამე იქნება კაი. მოდი ვისაუბროთ მე თუ ზოგადად რა ხდებოდა მაგალითად 2020-ს ფიზიკის მიმართულებით და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, აი ეგ ძალიან მაინტერესებს რას გამოარჩევ შენ მაგალითად. ფიზიკაში ყველაზე საინტერესო ალბათ მოხდა პირიქით გაზომვებში და არა თეორიულ ფიზიკაში. რაც ნუ ხა ჩემს თეორეტიკოსის საწყენია, მაგრამ ზოგადად ალბათ კაცობრიობამ გავიგეთ ძალიან საინტერესო რაღაც, რომ ბნელი ენერგია, რაც სამყაროს აფართოებს აჩქარებულად, ეს ენერგია მუდმივი არაა. და თვითონ ამ ენერგიის არსებობაც კი ცალკე სიგიჟე არის და მით უმეტეს მუდმივი რო არ არის, თუ ცვლის, რა ცვლის, რატო ცვლის, როგორ ცვლის, არ ვიცით. მაგრამ ცოტა შეგვიძლია იმაზე ვილაპარაკოთ, ბნელი ენერგია რა არის, ხო? ხო, მაგაზეც ვთქვა და ავტორი სიტყვა ძალიან მარტივად, იმიტომ რომ მაგაზეც გქონია ჩვენ პოდკასტში შორის. აი, ბნელი ენერგია იყო ზუსტად ის, რომ
მაგა მიკავშირებული არის პრინციპში დიდ აფეთქებასთან და დიდი აფეთქებაც ყოველს რო გაუგია შეიძლება არ იცოდეს საიდან მოდის. ხო, რა ბნელი ენერგიის გარეშე პარადოქსი ესეთი იყო, რომ უბრალოდ არაფერი რო არ ვიცოდეთ სამყაროზე და ვიცოდეთ უბრალოდ უსასრულოა, ჩვენ თუ გავიხედებით ცაში, ცა ღამე, ვარსკვლავები გვექნება, მაგრამ უნდა იყოს თეთრი, სრულად თეთრი უნდა იყოს. და ეხლა რატო უნდა იყოს ხო თეთრი, მაგრამ არა თეთრი, რამე შავი წერტილი ნიშნავს, რომ დედამიწაზე თუ არ დააქვს შავი წერტილია, ამას თუ მივყვებით, გზაში ვარსკვლავი არასოდეს არ უნდა შეგხვდეს. რა ძალიან შორსაც რო იყოს ვარსკვლავი თუ შეგხვდა, მოვა ის სინათლე აქამდე, იმიტომ რომ ვაკუუმი არის და არაფერი შეიძლება დაიკარგება. მაგრამ ეგრე არ ხდება. არა და უსასრულო თუ არის, ადრე თუ გენ უნდა შეგხვდეს. და მაგის ახსნა ისაა ზუსტად რომ სამყარო ფართოვდება და სამყარო ფართოვდება რაღაც მომენტში, რაც უფრო შორსაა რაღაცები, აი ჰაბლმა აღმოაჩინა, რომ რაც უფრო შორსი იყო, უფრო სწრაფად გშორდება. უფრო სწრაფად გშორდება. და მაგითო რაღაც არის ადგილი, სადაც გშორდება, აი რაღაც რადიუსის მერე სინათლეშკაზე ჩქარა. და მაგის გამო სინათლე ვერასოდეს ვერ მოახსნას ჩვენთან, იმიტომ რომ უფრო შორს მიდის სივრცე ჩვენ შორის, ვიდრე ის მოდის ჩვენთან. როგორც სარბენბილი კი თუ შენზე ჩქარია მეორე ბოლოში, ზუსტად ეგეთი რამე არის. ეგეთი რამე აღმოაჩინა ჰაბლმა და მაგის მერე ხა მარტივია რომ თუ ხედავთ რომ ამ მომენტში სამყარო ესეთია, მე ესეთია, უკან თუ გადავახოთ დროში, მე დავინახავთ რომ სამდოში ერთი წერტილიდან მოდის და ეგ იყო პირველი იდეა დიდი აფეთქების. მაგ დიდი აფეთქების პირველი იდეა იყო ეგ და მე სამყარო გაფართოვდა. მაგრამ ბნელი ენერგია აქ არ შემოდის ჯერ. აი სამყარო რო ფართოვდება, ეგ ისეთი არის რომ ხა რაღაც კი აფართოვდა, მაგრამ რაღაც რო აფეთქდება, თავიდან ხო უფრო ჩქარა მიდის და მე შენელდება. როგორც ვაშლი ავისროლეთ ზემოთ, ნელდება, გაჩერდება მერე. და იგივე უნდა იყოს აქ, იმიტომ რომ გრავიტაცია გვაქვს მარტო, გალაქტიკები გვაქვს, თავიდან კი აფეთქდა, მაგრამ ეხლა აფეთქების მერე გრავიტაცია უნდა დაიჭიროს. ეს ვაშლიც რო ავაგდეთ, უფრო უნდა შენელდეს ზემოთ აფრენისა და საერთოდ უნდა გაჩერდეს მერე და უკან წამოვიდეს. იგივე არის რომ სამყარო რო აფეთქდა, კაი გაიშალა, მაგრამ ეხლა ეს გალაქტიკები გრავიტაციულად ერთად კოწიწება უნდათ. მაგით უნდა შენელდეს და პირიქით უნდა შეიკუმშოს. მაგრამ უკვე მე 2000-იანებში აღმოჩნდა რომ ეგეთი რამე არც იყო. შეიძლება მანამდეც, მაგრამ ეს აჩქარება, ეს გაფართოება ხდებოდა აჩქარებულად. პირიქით უფრო და უფრო ჩქარა ფართოვდებოდა, რაც გაუგებარი იყო, იმიტომ რომ გრავიტაცია დაჭერას ცდილობდა. აი ვაშლიც რო ავაგდოთ, წარმოიდგინე უფრო ავაგდე და ეს ვაში პირიქით ჩქარდება და ჩქარა შორდება, ხო, სიჩქარეც კი ემატება. და ეგ ერეოდა იმას და ეგ რადგან არ ვიცოდით რა იყო და ვერ ვხედავდით, მაგითო დავუკვირდით ბნელი. ეგ იყო ბნელი ენერგია. კი ბატონო. და აინშტაინმა მაგას დაუძახა სულაც თავში ყველაზე დიდი შეცდომა, რომ ეს გამორჩა თავის. ხო, მან დახ ჩაგერთვები, ანუ ბნელი ენერგიაზე რო საუბრობთ, ანუ ეგ დაახლოებით ახლა ავხსენით რაც არის, ხო? და მაგრამ ეგ ხო ისედაც ვიცოდით, რომ რაღაც ეტაპზე, ანუ ის უფრო აქტიური იყო, ჩემი გაგებით ყოველ შემთხვევაში, როგორც შენ ახსენებ, თავიდან უფრო სწრაფად ფართოვდება და მე ხდება შენება და ეხა ვიცით, რომ ისევ უფრო აჩქარებულია, ხო, სამყარო. აი ეგ სიახლე რასთან მანდ მინდა რომ უფრო სიღრმეში შევიდეთ, ანუ რას გულისხმობ, ანუ მაგ ენერგიას დაკავშირებით რა აღმოჩნდა ეხა. ხო. აი აჩქარება ხდებოდა, მაგის გამო სიჩქარე. ხო, ისეთი ცვლებოდა. კი. სიჩქარე იცვლებოდა, მაგრამ აჩქარება იყო მუდმივი. და მაგიტო ენერგიას რო ვეძახდით, რეალურად ენერგია უკვე ცუდი სახელია მაგისთვის, იმიტომ რომ რაღაც მოცემული ენერგია თუ გვაქვს, მაგას ვეძახდით კოსმოლოგიურ კონსტანტას, არ ვიცოდით რა იყო, მაგრამ ჩანდა რომ იყო მუდმივი. და ეს მუდმივი ენერგია გვაძლევდა მუდმივ აჩქარებას. და კი ჩქარდებოდა, მაგრამ შეგვეძლო ფაქტიურად გაგვეკეთებინა წინასწარმეტყობა როგორ აჩქარდებოდა. აი მაგათად ეხლა ამ სიჩქარით ჩარდება, მე ამ სიჩქარით ეს ვიცოდით. იმიტომ რომ და აინშტაინის განტოლებაში ის მუდმივი რო დაემატებინა აინშტაინს, მიიღებდა მუდმივ ბნელ ენერგიას. მიიღებდა აჩქარებას, მაგრამ აჩქარება იქნებოდა მუდმივი. აი ვაშლით შეიძლება დავშვათ მიდის 1 მეტრი წამით. მაგრამ მე აჩქარდა და ვიცით რომ შემდეგ 2 მეტრი წამი, 3 მეტრი წამი, 4 წამში მიდის და ეს სიჩქარე კი იცვლება, მაგრამ პატერნი შეგვიძლია შევამჩნიოთ, შეგვიძლია ზუსტად ვთქვათ რა იქნება მე. მივხვდი. დეტერმინისტული შეიძლება იყოს? დეტერმინისტული შეიძლება ხაც არის, უბრალოდ ხა მიზეზი აღარ ვიცით. და მანამდე უბრალოდ უნდა გაგვეგო, მანამდე გვეგონა უბრალოდ ისეთი კონსტანტა იყო, როგორიც შეიძლება ფუნდამენტური კონსტანტა ყოფილიყო, როცა სიჩქარე არ იცვლება, ისე სამყაროს გაფართოება მაგის აჩქარება არ იცვლება და მუდმივი ენერგიით ჩქარდება. და ვიძახდით, რომ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ახსნა რაც იყო, არის ვაკუუმის თვისება, ვაკუუმის ენერგია. და ვაკუუმი როგორიც არის, რაღაც მუდმივი თვისება აქვს ვაკუუმს და აქ ვაკუუმი, იქ ვაკუუმი ყველა იშლება უბრალოდ.
და ეგ ვაკუუმის ენერგია თუ იქნებოდა, გასაგები იყო რომ მუდმივი იყო. ხო? ანუ მუდმივი იმ გაგებით არ არის სტატიკური იქნებოდა, ხო? უბრალოდ აჩქარება ხდებოდა მუდმივად. მივხვდი. და ეხლა რაც აღმოჩნდა არის რომ ეგრე არ არის. ზოგჯერ ეს აჩქარება ნელდება, ზოგჯერ ეს აჩქარება ჩქარდება და ეს ძალიან დიდ კითხვებს აჩენს. თუმცა მე ისე ეგეც არ ვამბობ. უფრო საინტერესო გეგონა სამ. ხო, ეგრე გამოდის, იმიტომ რომ მე ისე ანუ იმიტომ რომ მე მაგ გოკასიაც ხედავდი რომ შეიძლება მუდმივად შეცვლილი იყო ეგ. ხო, მაგრამ მაშინ თუ რამის შეცვლა ხდება, რომ უკვე მიზეზი გვინდა. ხო. რომ თუ მიზეზი ხაც არ ვიცით. კი, არ ვიცით, მაგრამ შეიძლება უბრალოდ რაღაც უბრალოდ შეგვიძლია გვეთქვა, რომ ვაკუუმისთვისებაა ეგ. მივხვდი. კი. რაღაცისთვის დაგვებრალებინა. კი. უბრალოდ აი რა სიეთის სიჩქარე სამყაროში უბრალოდ სიეთის სიჩქარე არ არის, ეგ არის სიჩქარე, რაცაა მაქსიმუმი ინფორმაციის გავრცელება. მივხვდი. ეგ რომ იცვლებოდეს და ზოგჯერ რა იყოს და ზოგჯერ უკვე უფრო მეტი კითხვა გაგვიჩნდებოდა, მაგალითად, აი სიმულაციაში ვარ და ვიღაცა წინ და უკან ამას ათამაშებს, რა ხდება? ხო, რატო ხდება სიეთის სიჩქარე უფრო ჩქარი ან ნელი? და რის მიხედვით იცვლება? უფრო მეტი სივრცე არის კითხვებისთვის. მივხვდი. და მანამდე ნუ აჩქარება ენერგია გვეგონა, მოგეთ ეს ენერგია გვეგონა მუდმივი. აჰა. და ეხლა ისე ჩანს რომ ეს ენერგია მუდმივი არ არის და ბევრი ახალი თეორია იქნება და არ ვიცი რა გამოგვრჩა. ერთი თეორია იქნება ის, რაც შენ ახსენე მანამ ჩაწერს დავწყოთ ჩავხროლის თემა, ხო? რომაც მაგაზე თქვა ორი სიტყვით შევეხოთ, ორი სიტყვით თქვა. ხო, ნუ თუ სპოილერია. აი სპოილერი არის, მაგრამ იმას შევპირდებით თქვენ მაყურებელსაც, მესაც და თუ არ გინდათ გამოჩნდეს გამოიწერა თუ ისაც არა. რომ მაგის ერთ-ერთი ახსნის ახსნაზე ხა მუშაობ და როგორც კი გამოვაქვეყნა პირველი დათოსთან მოყვები. კაი. შემდეგი რაც შეგვიძლია ის რა იყო კიდე შენთვისაც გამორჩევდი. შემდეგი ალბათ იყო უკვე ხელოვნური ინტელექტი და იყო large language model-ები, როგორიცაა ChatGPT. იმიტომ რომ თითქოს ეხლა ჩანს რომ ხელოვნური სუპერ ინტელექტთან, რაც ფილოსოფიურად ალბათ ყველაზე დიდი ცვლილება იქნება კაცობრიობისთვის. AGI-ია? კი, AGI ზოგადი ინტელექტი, უბრალოდ AGI და ASI თითქმის ერთად იქნება. თუ გვაქვს ზოგადი ინტელექტი, იქნება სუპერ ინტელექტიც. თუ არსებობს ეგეთი არსება, რასაც ყველაფრის სწავლა შეუძლია, ოღონდ არასოდეს არაფერი ავიწყდება და ყველაფრის წაკითხვა ერთად შეუძლია, ადამიანებზე ჭკვიანი გაცილებით იქნება. როგორმე მოახ. ხო, როცა შეუძლია მილიონი წელი იცხოვროს ერთ წამში. ხო. მაგიტომ მაგორს ცალ-ცალკე არც ვაყენებ ხოლმე. და ეგ რო გვექნება უკვე ძალიან ბევრი რამე შეჭება პლანეტაზე, იმიტომ რომ პირველად ისტორიაში ადამიანები არ იქნებიან ყველაზე ჭკვიანი არსებები ამ პლანეტაზე. აი ჩემი ფსიქოლოგი ამბობს მაგალითად, რომ ვერასდროს ვერ ექნებაო ხელოვნური ინტელექტო. ცნობიერია, ვერ ექნებაო. მე ვცდილობ ხოლმე რომ დავუმტკიცო რომ ექნება და ბოლო ჩვენი შეხვედრა სხვა შორის მხოლოდ მაგით შემოიფარგო. მარტო მაგაზე გავათოს ჩემს სესია იგი ხო რომ მაგას უმტკიცებდი რომ მეთქი როგორ არა და ეს მაგრამ ცნობიერიც შევა უფრო სხვანაირი კონცეფცია. რა თქმა უნდა სხვანაირი იქნება. ეს გამორიცხავდა თავისთავად უკვე რომ ეგ შეუძლებელია, იმიტომ რომ მისთვის რატომღაც ეს არ ვიცი, ესე ესმის მას რომ რადგან ადამიანს აქვს ცნობიერი ეს ცოტა სხვა ეტაპზეა და იმას რადგან ცნობიერი არ აქვს, ის იქ დარჩება სამუდამოდ, იმიტომ რომ მას შეიძლება და ახლად შეიძლება რაღაც უფრო სწრაფი გამოთვლა გააკეთოს, მილიონი და მილიარდჯერ უფრო სწრაფიცა, მაგრამ აი ეს მომენტი ვერ შემოაქვს, მას ვერ ესმის ეს რომ აი მაგით განსხვავდება ზუსტად ეს მოდელები, რომ უბრალოდ კარგი კალკულატორები არ არის. ხო, აი მაგიტომ ხო, რომ ადამიანის ცნობიერებაც კი, მაგრამ მან წელს ზუსტად ეგ უნდა მეთქვა, რაც გაიზომა. გაიზომა ის, რომ emergence property აღმოჩნდა ბევრი აღმოცენებისთვის და ცნობიერება ზუსტად ეგ არის. ცნობიერება არის emergence ფენომენი. აღმოცენების ფენომენი, იმიტომ რომ ბევრი პატარა რაღაცა computation-ები გროვდება და მე ვიღებთ ისეთ რამეს, რაც ამ ბევრი პატარა რამეს არ ქონია. აი მაგალითად სისველი, წყლის ერთმა მოლეკულამ ხო არის რა არის სისველი, მოლეკულაა და დაგვაქვს. მაგრამ ბევრი ერთად გვაქვს. ხო, აღმოცენდება რაღაც ახალთვისებები. ცნობიერებაც ეგეთი რამე არის. ცალკე ერთმა ნეირონმა ჩვენ ტვინში ახლა ცნობიერება არ იცის ალბათ რა არის. მაგრამ ბევრი ერთად რო ხდება ისეთი რაღაცები აღმოცენდება, რაც მანამდე არ არსებობს. ერთ-ერთი არის ის, რომ ერთიანი არსებობის ილუზიას გვიქმნის ტვინი და გვაქვს ცნობიერება. და მასეთი ერთიანი არსებობის ილუზია რა? ერთიანი არსების. ანუ ჩვენ ერთიანი არსების. კი, ჩვენ ხო რომ მე ვარ ერთიანი არსება. კი. ოკეი.
ხო. ხო, სოციალიზმში ხო არ ვთქვი, იმიტომ რომ ავიღოთ შენ twin და სათითაოდ ავტომატურ გამოუცხადო. ხო. მაგრამ კომფორტული ილუზია არის ეს, ანუ რაღაცა იმაში გეხმარება რა. ხო. ევოლუციურად ეგ უფრო კაი იყო ალბათ, იმიტომ რომ აი გაჩვენებს ისე პრინციპში ევოლუცია გვაჩვენებს მარქსისტული კაპიტალი, მარქსისტული სოციალიზმი რატო არ იმუშავებდა. იმიტომ რომ ის არსებები, რომელსაც ეს ილუზია არ ქონდათ და ტვინის ბევრი სხვადასხვა ნაწილი იცოდნენ რომ სხვებისთვის იყვნენ, ნაკლებად მონდომებულები იყვნენ ის არსებები და წააგეს ევოლუციური ომი. იმიტომ რომ ის განცდა რომ აი კოლექტივი ვარ და მოდი ყველა რაღაცა გავაკეთოთ. ეგოიზმმა გაიმარჯვა სამწუხაროდ მაგაზე და ევოლუცია. თუმცა ეგ ბრძოლა მაინც გრძელდება, იცი? არა, კი. ხო, ანუ ვერც მარქსით დამთავრდება და ვერც მარქსის დამარცხებით. მაინც ეგ სადღაც არის რა, მაინც ეგ. არა, კოლექტიური ბევრი მოვლენები არის რა. მაგას ანუ ადამიანებას სხვა იმებს ემპათიაც მაგრო გამოჩნდა კი. ეგ უკვე ევოლუციურად მონგებიანი იყო ემპათია, იმიტომ რომ მე რომ მომეკალი და შენ საჭმელი შემეჭამა, მაგას ჯობდა შემცოცებოდი და დამეგობრებოდი ყავით და ერთად უფრო ბევრი საჭმელს ვიშოვით. და ყველაზე დიდი ეგ იყო ალბათ, რომ ChatGPT-ის და მასის მსგავს large language model-ებში emergence property აღმოცენებები გამოჩნდა. და ეგ უკვე შეგვიძლია მივაკავშიროთ მართა ზოგადი ინტელექტთან ძალიან ახლო არის, იმიტომ რომ აი მაგალითად კითხვა არის ეგეთი ხოლმე ხშირად გონიათ, რომ უბრალოდ ადამიანმა რაც გააკეთეს, იმეებს, იმეორებს გადამყერებულად. ის ქვია stochastic parrot ქვია, სტოქასტური, ანუ შემთხვევითი თუთიყუში. და წელს დავინახეთ, რომ შემთხვევითობის თუთიყუშის მიღმა რეალურად გაცილებით მეტი რაღაცები შეუძლია გააკეთოს. და ეს სტატია რაც იყო მაგაზე აჩვენეს, რომ რაღაც ტექსტი დავუშვათ შეესაბამება რამდენიმე skills. მაგალითად მეტაფორა, სარკაზმი და რაღაც და შეგიძლია უთხრა, რომ აი მომიყევი ასე მეორე მსოფლიო ომზე, ოღონდ ჯენზის ენით. და ისე რომ სარკასტული იყოს რაღაც და მაგებს გააერთიანებს. და ხა ესეთ რაღაცას რომ აი მომიყევი ჯენზის ენით, რაცა ჰიტლერი როგორ ბანავდა, ეგეთი მაგების ნაჩვენები მანამდე ხო არ ქონდა, მაგრამ გამოსდიოდა. და გამოსდიოდა ისე რომ მაგის prediction-ი გამოვიდათ, რომ თქვას რომ აი უფრო დიდი თუ იქნება ეს მოდელი გამოუვაო. და უკვე რამდენიმე ისეთი სკილების კომბინაციით, რაც მანამდე არ ქონდა ნასწავლი, ეგრე უკვე გამოსდიოდა ისეთი რა ახალი თვისებები შეიძინა, მოკლედ, რაც არასოდეს არ ქონდა ნანახი და არავის არ უარჯიშებია. ეხა შეიძინა, შეგვიძლია თქვა? კი. ხო და ეგ უკვე აღმოცენება, მაგიტო ხო იქიდან წავიდით, რა ქვია, ცნობიერებიდან. ცნობიერებაც ერთ-ერთი აღმოცენების ფენომენია და მასეთი ცნობიერებაში არ ქონდეს ჯერ მაგრამ უკვე ისეთი რაღაცები გვაჩვენა, რაც კონკრეტულად არასოდეს არ უნახია, მსგავსი არ უნახია და არ უჩვენებია. ოკეი. და გვაქვს შენი აზრით რაღაც დონეზე იმის არ ვიცი როგორ დავარქვა. მოკლედ შემიძლია ჩემ ფსიქოლოგს უთხრა მაინც, რომ კი, ცოტა ხანს შევა გაიჩნდოს ეს. კი, ცნობიერებაზე უფრო რთული რამეც ექნება. ცნობიერებაზე უფრო რთული რამეც ექნება. ჩვენ ცნობიერები ვართ არც ისე კარგად ვარ ცნობიერები, რამდენ რამეს ვაკეთებთ გაუაზრებლად, რამდენ ძალიან ბევრ რამეს ხო? ძირითადად ალბათ ეგრეც არის, ხო? ძირითადად გაუცნობიერებოდ აკეთებთ. ანუ ძალიან ზედაპირი არის იმის, რასაც მე ვაცნობიერებ, ძალიან ზედაპირია ეგ და იმის მიღმა არის მთელი, აი ეს მიმირო არის რა. აისბერგი რო არის, ვითომ ყინულის წვერი რო არის და აქ რაღაც და მთელი სიღრმე ქვემოთ არის. მეგრე აღვიქომე, რომ რეალურად ეგაა რა, მთელი სიღრმე ქვემოთ არის, იმის რომელსაც ვერ ვაცნობიერებ და რამდენ რამეს ვაკეთებ გაუაზრებლად ხო და მე ვაკვირდებ თუ უიეს და მოვიწყდა რაღაც. ანუ ისეთი აი მარტო თქვა და ისეთი გააზრება, როცა გავჩერდებით არაფერს უსმენთ და ცას უყურებთ ვარსკვლავებით ან მზის ჩასვლას უყურებთ და ფიქრობთ მაშინ და მართლა იმ მომენტში ვართ, ეგ წამში მილიონჯერ მეტი შეიძლება კონდეს უკვე. ხო. კი ბატონო. და მაგ ხრივ შეგიძლია უთხრეს. ხო და აი ხელოვნურ ინტელექტზე რო საუბრობთ, კიდევ მანდ იყო ძამშვენ ნობელის ამბავი, მაგათ ჩვენ ვისაუბრეთ კიდევაც, ხო? ბოლოს ნობელის ამბავი რო შევაჯამეთ, მანდ იყო ფიზიკის ფაქტორი, ქიმიის ფაქტორი, სადაც ძალიან დიდი როლი ჰქონდა ხელოვნურ ინტელექტსაც, გამონაკლისი იყო, იმიტომ რომ პირველად მოხდა, ხო მე მგონი, რომ ანუ
ან ფიზიკოსი, შეიძლება არც ვთქვა ფიზიკოსი იყო, ხო? არც. არ არის, თვითონ ნამდვილად არის. ხო, არ არის. თვითონაც არასოდეს დაუბრალებია. თვითონ კომპიუტერული მეცნიერობაც კი არასოდეს დაუბრალებია. უნდა ხელოვნური ინტელექტის ნათლიას ეძახიან ესე რა, რაღაცნაირად. და თვითონაც მიზანი ქონდა გაიგო ტვინი როგორ მუშაობდა და გზად შექმნა ხელოვნური ინტელექტი. და თვითონ როგორც იძახის, ვცდილობდი გამეგო როგორ მუშაობდა ადამიანის ტვინი, ეგ არ გამომივიდა, მაგრამ სანამ ეს ფეილი მოხდა, ამ დაფეილებაში გზად შევქმენი უფრო კარგი რაღაც, უფრო დიდი რაღაც და ნუ ეგ არჩევი. რომის თვითონ ეშინია. კი. ხო, და აი მაგაზე რა შეგვიძლია ვთქვა, ანუ ალბათ ეგეც გამორჩეული იყო ეს წელი მაგ. კი. თვითონ ფიზიკაში კონკრეტულ კვლევაზე არ ყოფილა, მაკრო შედარებით ახალი იყო, უბრალოდ შინტონმა შექმნა ხელოვნური ინტელექტი, რომელიც გამოყენებული იყო ძალიან ბევრ რამეში. აი მაგალითად ხელოვნური ინტელექტით ისინი რაც გავაკეთე, რაც მოვყევი, მე თვითონ გრავიტაციული ტალღების აღმოჩენა და ახალი გრავიტაციული ტალღების სიგნალების ფაქტურად წინასწარმეტყველება რო შეგვიძლია. ეგეთი ბევრი შრომა იყო და ნუ საერთოდ არც ერთი არ გამოურჩევიათ, მაგრამ ყველა ჩვენ ვალში ვართ, მეც ვალში ვარ, მაგით ხრივ შინტონთან. კი. და რო შინტონმა შექმნა თითქმის ყველაფერი. შინტონმა და შინტონის სტუდენტებმა. იმდენად ცოტა ადამიანმა და მაგის მიზეზიც არ არის რომ რამე მაფია იყო პატარა და სხვებს არ უწევდა. უბრალოდ იმდენად ლუზერებად ხედავდნენ რომ მეგობრობაც კი არ უნდათ მაგათთან და მაგის გამო 99%-ად არის ძალიან ნუ ბოლო წლების გამოკლებით რა თქმა უნდა ხარ ყველა მაგას აკეთებს ძალიან პატარა ჯგუფის გაკეთებული შინტონის ერთი სტუდენტი იყო Apple-ის მთავარი AI researcher-ი მეორე Facebook-ის თვითონ Google-ში იყო და ეგრე და მისმა სტუდენტმა ასევე შექმნა ChatGPT ილიამ და რეალურად მაგიტომაც შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს წელი იყო გამორჩეული ეგ დაუფასდა და მაგ მართულებით დაუფასდა. კი, ეგ დაუფასდა და პირველად იყო რომ იმდენად არა ფიზიკოსი მგონი ბაკალავრზე ფიზიკა რო გაიარა არ დაუმთავრებია და ჩაიჭრა ან დადროფა არც ან ფიზიკაში ნობელის პრემია აიღო ისეთმა ადამიანებმა ვისაც ხო მოკლედ ბაკალავრის ფიზიკას ჩაიჭრა. თუმცა როგორც ფიზიკოსი მარტო მიესალმები მას იმიტომ რომ იმსახურებდა. და მეორე უკვე ქიმიაში ხელოვნური ინტელექტი რაც იყო, მაგ შემთხვევაში უკვე კონკრეტულ შრომაზე იყო. და მან DeepMind-მა გაიყო, რომელმაც გააკეთა AlphaFold-ი. და ხა AlphaFold-ი რა არის? ჩვენ ბიოლოგიაში როცა გვაქვს ეს პროტეინები არის ბევრი ამინომჟავის რაღაც ნახვევი. უბრალოდ ბევრი ამინომჟავა ჩვენ რო ჩავალაგოთ ესე ერთ წრფეზე და მე ხელი გავუშვათ ესე ვთქვათ, ესენი რაღაცნაირად მოიკეცება და გამოვა ყველანაირი სხვადასხვა ნახვევი იქნება სხვადასხვა პროტეინი. უბრალოდ ერთი ჯაჭვი მოკლედ ამინომჟავების ყოველთვის მოგცემს ერთ პროტეინს, მაგრამ მაგის წინასწარმეტყველება არ შეგვიძლია. და ცდილობდნენ მოდელები გაეკეთებინათ, რომელსაც გამოუვიდოდა და 70% სიზუსტით საკმაოდ კაი იყო ეგეც, მაგრამ დიდი სიზუსტი არასოდეს ჰქონდათ. და აი DeepMind-ის ხელოვნურმა ინტელექტმა რაც გააკეთა, იგი იყო, რომ 99%-ზე მაღალი სიზუსტით შეეძლო ზუსტად ეს წინასწარმეტყველებინა, თუ როგორი პროტეინი გამოვიდოდა რაღაც ჯაჭვზე. და ეგ მედიცინისთვისაც კატასტროფულად კარგი უნდა იყოს. რამდენი რამის გაკეთება შეება, არც კი წარმომიდგენია, იმიტომ რომ იმის მაგივრად რომ ლაბორატორიაში ჩავალაგო, მე შემიძლია მილიარდობით ერთ წამში შემოწმო მილიარდობით სხვადასხვა ამინომჟავების ეს ჯაჭვი. და უმეტესობიდან სისულელე გამოვა, მაგრამ ზოგიდან გამოვა უცნაური პროტეინები, რომელიც არ ვიცი, დაბერებას ანელებს ან რაღაცას კურნავს. რენდომად შეიძლება დასრულო ისეთი რაღაცები, რაც მოხდეს რევოლუციას მე. ანუ სამყაროში რაც კი პროტეინი შეიძლება არსებობდეს, შემიძლია ამ მოდელით შევამოწმო. მესმის. რაც კი და წარმოიდგინე დედამიწაზე რა ისინი შეიქმნებოდა პროტეინები, რაც მოუწევდა ამინომჟავებს ასე თუ ისე, ანუ რა ამინომჟავებიც უფრო მეტი იქნებოდა, ხო წყალში რეებიც იქნებოდა. ეგ ფაქტობრივად ძალიან პატარა კომბინაციაა და galaktikis მეორე ბოლოში მაგალითად აზოტი რო ყოფილიყო ჰაერის მაგივრად ან წყლის მაგივრად რამე სხვა სითხე ყოფილიყო X ხვანერი ამინომჟავები როგორ დალაგდებოდნენ რაც გააკეთებდა რაც კი მარტო ევოლუციას გამორჩა კი არა რაც კი მთლიან სამყაროს გამორჩა შეიძლება სამყაროში ამ და ამ ამინომჟავებს ერთად არასოდეს არ მოუწია არც ერთ პლანეტაზე მაგრამ ერთად თუ დალაგდნენ საინტერესო პროტეინს აკეთებს ეგ შეგვიძლია სიმულაციაში გავატაროთ და ვნახოთ რომ ესეთი ამინომჟავები გვაძლევენ ესეთ პროტეინს და ნუ ნამდვილად იმსახურებდნენ ხა ნუ მედიცინაში არა და ნუ ქიმიაში მიიღო დემის ასაბისმა სხვათა შორის მოჭედრაკე მაგანაც კიდე რამეს ხوار გამორჩევდი კიდე რამე ზუსტად დემისის კომპანიამ აი DeepMind-მა რის CEO-ცა თვითონ გააკეთა ასევე ძალიან კარგი რამე კვანტური კომპიუტერებისთვის
იმიტომ რომ ზოგადადაც ერორი ხდება და error correction შეცდომის კორექტირებები საჭირო არის ჩვეულებრივ კომპიუტერშიც კი. აი ბელგიაში ერთხელ არჩევნებშიც კი ელექტრონული არჩევნებში სხვანაირად დაალაგდა ხმები, იმიტომ რომ არ მახსოვს რაც დავშვით უბანი იყო, სადაც იყოს 500 ადამიანი ცხოვრობდა და ვიღაცა მიიღო 1124 ხმა. მაგრამ სემში 100 ხმა ქონდა მარტო და ეს 1024 ხმით მიემატა რომ ნოლიანი სადაც ეწერა მის ადგილას კოსმოსური სხივი მოხდა და ეს ნოლიანი ერთიანად გადაიწერა. ანუ ეგეთი რამე ყოველთვის შეიძლება მოხდეს. აჰა. და მაგის გამო მაგას ვერ შეამჩნევდნენ, იმიტომ რომ ფაქტობრივად ჩვენ სადაც ინფორმაცია გვიწერა კომპიუტერში რეალურად ხო ეგეთები რაღაცები წერეთ, ეგ შეიძლება დაიფლიპოს რაღაც შემთხვევითაც კოსმოსური სხივით მოხდება. მაგ იმიტომ აღმოაჩინეს, რომ უბრალოდ არჩევნებში კოსმოსური სხივი ხარჯერია. ეგ იმიტომ აღმოაჩინეს, რომ უბრალოდ მაგდენი ადამიანი არ ცხოვრობდა. თორემ აქეთას ახლა 8 შეიძლება მიმატებოდა ნებისმიერ მომის ხარისხიდან, 8 რომ მიმატებოდა 16 ვერ მიხვდებოდნენ და უცებ 1000-ზე მეტი ხმა მიიღო 500 იანი უბნიდან, მაგის მიხედვით რაღაცა ხდებოდა. და მაგის მერე სხვა პროტოკოლები არსებობდნენ, ბევრს ფიქრობდნენ ადამიანები მაგაზე, მაგალითად კოპიო შეგიძლია გააკეთო და შეადარო, აი რაღაცა ერთის მაგათ 7 კოპიო ქონდეს და 7-ვე საერთოდ ხო არ მოხდება და ამ 7-დან 6 თუ ერთი ძახის და ერთი მეორეს მიხვდები, რომ ის ერთი აირია. ოკეი, ეგ არის. მაგრამ ეს ისე პრობლემური არაა, იმიტომ რომ კლასიკურ კომპიუტერში, კვანტურ კომპიუტერებში ყველაზე დიდი პრობლემა ერთ-ერთი კვანტური კომპიუტერები, რომ ყველაფერში არ ვიყენებთ დღეს, ერთ-ერთი არის ეგ, რომ კვანტურობა აქვს, როცა გვაქვს სუპერპოზიცია, მაგალითად კატა როგორც არის ცოცხალ და მკვდარი ერთდროულად. და ცოცხალ და მკვდარი ერთდროულად რო არის, ის მანამ არის, ანუ ყუთს გავხსნი. ყუთს როგორც კი გავხსნი, ჩემი სუპერპოზიცია დაიკარგება. დაიკარგება და ან მკვდარი იქნება, ან ცოცხალი. და მანდ უკვე კლასიკური კომპიუტერი მაქვს და ის რაც კვანტურ კომპიუტერს უნდა გაეკეთებინა ფანტასტიკურად სწრაფად, აღარ იმუშავებს. და ეს გაზომვა ადამიანი აუცილებელი არ არის, რა ადამიანმა გახსნას და ჩახედოს. ნებისმიერი რამე, ზუსტად ის კოსმოსური სხივი რომ მოხდეს, ეგეც უკვე გაზომვა არის. იმიტომ რომ გაზომვა არის ურთიერთქმედება სისტემას და გარემოსოს შორის, ხო? ჩვენც რომ უყურებთ უბრალოდ ფოტონს მაგის უყურებთ, ჩვენ ეგეცაა გაზომვა. და პრობლემა ისაა, რომ სამყაროში ეგეთი ადგილი არ გვაქვს, სადაც მაგისგან ვერ დავიცვავთ თავს. როგორღაც რო შეგვეძლოს გალაქტიკებს შორის მანძილში სიცარიელში დავდოთ ჩვენი კვანტური კომპიუტერი, მანდაც კი არ იმუშავებს კარგად. მაგაც გრადუსის ფაქტორი არის. მანდაც არსებობს კი, მანდაც არსებობს რადიაცია, Big Bang-დან წამოსული cosmic microwave background ქვია, ხო და 3 კელვინია ძალიან პატარა, მაგრამ მაინც არის და ეს ფოტონები როგორც კი მოხდებიან, კვანტურობას დაკარგავს. მაგით უცებ რომ გავაციოთ ხოლმე. მაგრამ ამას ვერ გავუბივართ. და ჩვენ კვანტური შეცდომების, კვანტურ კომპიუტერებში მოკლედ შეცდომების კორექციების ალგორითმები თუ გვაქვს, ოღონდ უფრო სხვანაირი, იმიტომ რომ ხა აქ კლასიკურზე ხომ თქვი დავუშვათ 7 კოპიო გავაკეთო და 6 დავუჯეროთ. მანდაც ეგეთი რაღაცები კეთდებოდა. მაგრამ იყო საკმაოდ ცუდი. არა და ძალიან ჭკვიანი ბევრი ადამიანი ბოლო 50 წელი მაინც ფიქრობდნენ რა ალგორითმები გაეკეთებინათ. და DeepMind-ის ხელოვნურმა ინტელექტმა მოიფიქრა უკეთესი კორექციის ალგორითმი. ხო და არაფერში როცა არ გამოადგეს ეს კაცობრიობას, მაგრამ მაინც უკვე ძალიან იმპრესივ არის, იმიტომ რომ ადამიანებმა რაც მოიფიქრეს ამდენი ხანით, თან მოიფიქრეს, აი ეგეც კაი მაგალითი არის, რომ უბრალოდ ის ხო არა, რომ ჩქარი კალკულატორია. იმიტომ რომ კალკულატორი აკეთებდა იმას, რასაც ადამიანები აკეთებდნენ, უბრალოდ ჩქარა. აი ხელოვნური ინტელექტის სხვაობა ეგ არის, უბრალოდ უფრო ჩქარა კი არ აკეთებდა, რასაც ადამიანები აკეთებდნენ. ადამიანები რასაც ვერ აკეთებდნენ, იმას აკეთებს. და არა მარტო იმ გაგებით, რომ ბევრს ან ჩქარს, უფრო კრეატიულს. იმიტომ რომ შეუძლია გარე, როგორც მანამდე ვიძახთ გრავიტაციულ ტალღებზე, გარე ლოგიკები დაინახოს. იმიტომ რომ ჩვენი ტვინი, ჩვენი ფიქსირებული არქიტექტურით, რომელიც ნეანდერტალელების მერე დააპდეიტ და როცა ჰომო საპიენსები გავხდით, მაგის მერე დიდად არ შეცვლილა. რა ლოგიკებით შეუძლია რომ დააგენერიროს ან საერთოდ გაიაზროს, ეგ სრული სივრცე არა. მთლიანი ლოგიკების სივრცე რო წარმოიდგინო, რაცა ოკეანე არის, ყველა ლოგიკა რაც კი შეგვიძლია ჩვენ საერთოდ გავიაზროთ, არის პატარა კუნძული. და ხელოვნური ინტელექტი შეუძლია სხვა კუნძულებზე რა ხდება, ეგ ლოგიკები მოგცეს. და ერთ-ერთი მაგ ლოგიკის ტიპოა ეს უკეთესი კვანტური ალგორითმები, კვანტური შეცდომის შესწორების ალგორითმები. სხვა ცხოვრება რომელიც არ გინდა რომ გამოგჩეს. თითქოს არა. ფიზიკაში ნამდვილად არა.
ხელოვნური ინტელექტი და ფიზიკა ფაქტურად შემმულად მოვყევით. აი ასტროფიზიკაში იყო მაგალითად საინტერესო რაღაცები, მაგას ვისაუბრეთ, მან ჩაწერეს დავიწყებით, ხო? მანდ იყო ერთი ის რომ მარსზე აღმოაჩინეს მტკნარი წყალი, რაც ძალიან მაგარი რაღაცაა, იმიტომ რომ ეგ ხო ყოველთვის იყო ეჭვი, რომ მარსზე ოდესღაც იყო წყალი დადნედი რაოდენობით და იგი მოსიშვება სიცოცხლეც ყოფილიყო რა. საერთოდ ზოგი თეორია არის, რომ ასტეროიდი შეიძლება საერთოდ მარსთანაც მომხდარ იყოს სიცოცხლე მიკრობულ დონეზე არ ხო? და ბევრი ამბობდა ხოლმე მაგაზე რომ მარსელები ვართ ჩვენ ხო და ნუ აი არ ვიცი ხა რამდენად ვართ მარსელები, მაგრამ ფაქტი ის რომ ეხას არის მტკნარი წყალი, ეგ ძალიან მაგარი რაღაცაა და ეგ წელს გავიგეთ, ან ფაქტიოდ ოკეანეებია მანდ და ეგ კიდე იმას ნიშნავს რომ შეიძლება რაღაც დონეზე საერთოდ სიცოცხლეც იყოს, არ ვიცი რანაირი, მაგრამ რაღაც დონეზე სიცოცხლე შეიძლება იყოს. ერთი იყო ძალიან მაგარი, მეორე ისევ ასტეროიდის თემა იყო, მანდ იყო ასტეროიდი ბენუ 2023 წელს, მოკლედ ის რაღაც NASA-მ პირველად მოახერხა რომ წამოიღო ასტეროიდი დაჯდა რა მაგის კოსმოსური ხომალდი, იქიდან აიღო ეს ნიმუშები და წამოიღო 2023-ში. მაგრამ 2024-ში მოხდა ამ ნიმუშების გაანალიზება. და ის არის მოკლედ ეს ნიმუშები არის გატენილი სიცოცხლის საშენი მასალით. რაც ნუ მარსის ლინკი შეიძლება დავიჭერთ თქო მარსთან არა, მაგრამ იგი იმას ნიშნავს რომ რაღაცა მესენჯერებივით მუდმივად ამ ასტეროიდებს დააქვთ სიცოცხლის საშენი მასალა და ნუ სადაც დაეცემა, თუ პირობები დახვდება და მე იქ რამდენიმე მილიარდი წელი მიეცემა, ხო, ჩვენი ერთობები გაიჩნდებიან. ხო, ეგ ძალიან მაგარი იყო და ნუ მასკის ამბავი იყო კიდე Starship-ი რა, ნუ რაც ვიცით რომ ყველაზე დიდი რაკეტაა ხო და მაგის გამოცდა მოხდა ამჯერად ბუსტერი, არ ვიცი, მაგ ვიდეოს ვეჭვენ ნახავ და ყველა ნახავდა ოთ მაყურებელს. ხო, ეს რჯდება რა, ძალიან ლამაზი არის რა და მან ველოდებით ეხა მაგალითად წაიღო საბოლოოდ არტემისი 2-ით და არტემისი 3-ით უკანვე დასვას ადამიანის თვალზე დააბრუნოს და ხო, დიდი ჭირდებოდათ მაგის. ხო, და ნუ მე მაგას იმიტომ უყურებ, ანუ წარმოვიდგინე 79-ში ხო პირველად დაჯდა ადამიანის თვალზე. მაგრამ მაშინ რა პრობლემა იყო, რომ რამდენიმე მისია ხო კიდე იყო თვალზე, მაგრამ მან პრობლემა ის იყო, რომ მაშინ ეგონათ, რომ უბრალოდ ეგონათ არ ან პოტენციალი არ იყო რა, ცივი ომის მომენტი იყო, პირველები დასხდნენ, მაგრამ ნუ ოკეი, მე რა არ ქონდათ ისეთი ტექნოლოგია, რომ ბაზები გაეკეთებინათ და ეხლა მასკი რაც აკეთებს, არის რომ ბაზა გააკეთოს და უკვე მაშინ თვალზე დაждომას და თვალის მისებს უკვე აზრი ეძლევა რა. ძალიან კაი იქნება. ერთი რომ ანუ ბაზები და ძალიან პრიმიტიულად შეხოთ ქარხნები, ყველა ქარხანა შეგვიძლია მთვარეზე გადავიტანოთ. ერთი იმიტომ რომ უფრო მარტივია იქ წონის აწევა, ხო? ანუ გაცილებით მარტივია, რამდენად უფრო მსუბუქია რაღაც. ერთ ადამიანს შეუძლია ხო 100 კილოიანი რაღაც აიღო, 500 კილოიანი რაღაც შეგიძლია აიღო და გადადო რა. მუშასაც. ერთი რომ უფრო მარტივი იქნება და მეორე ჩვენ დედამიწაზე ზრუნავს მაგხრივად ეკოლოგიურად ძალიან კაი იქნება. და მაგიტო კოსმოსში ქარხნების გატანა მაგალითად ძალიან კაი იდეაა და მაგხრივ იქ წასვლა უკვე აზრიანად შეგვიძლია. მანამდე მართალი ხარ ხო? აზრად. მანამდე უბრალოდ მოვლენა იყო რა იმ თვარეზე წავედით, თორე იქ რაღაც ბევრის გაკეთება არ შეეძლო. ხო და მანდ იყო ძალიან მაგარი მასკის ამბავი, ეს ვირობოტი რა. მე ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ ეს ოპტიმუსი წარადგინა, რობოტი წარადგინა, იქ ნახეთ კიდე ეს რაღაცა მარშრუტკა, რავი, რაღაცა მიკროავტობუსი, რომელიც იყო ძალიან ფუტურისტული და ძალიან ლამაზი იყო და ეგეთი რაღაც რო გაიჩიტოს წარმოიდგინე მომავალში, რომ რაღაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი რო ეგეთია, ძალიან მაგარია. და ნუ ეს ავტონომიური თვითმართვადი ავტომობილი, რომელიც ტაქსი წარადგინა და ეგ კიდე უფრო მოთხოვნადი ხდება და მაგიტო ძალიან კაი იყო ეგ პრეზენტაცია. მეორე საკითხი იყო მაგას რაც მოყვა, ხო? მანდ იყო ის, რომ მე უჩივლეს საერთოდ, იმიტომ რომ აი რობოტი ესეთი ფილმი არის, უილ სმიტი რო თამაშობს და ეგ არის აზიმოვის ნაწარმოებების ესე ვთქვათ ეკრანიზაცია, ინსპირაცია ეგ იყო და თქვენს რომ მოკლედ მაგალითად მოგპარესო ესო რა. მაგრამ მე შენგან გავიგე რომ კარგი ამბავი არ მოიტანა, მაგრამ ხო უშუალოდ ტესლას აქციებისთვის. ხო, პრეზენტაცია კარგი იყო, მაგრამ აქციებისთვის არ იყო კარგი და მოლოდინები ალბათ ხალხს უკეთესი ქონდა და საკმაოდ დაეცა მაშინ აქციები ტესლასი და უკვე მერე გაიზარდა, როცა ტრამპმა მოიგო არჩევნები. ხო და მანდ უკვე ხა სპეკულაცია განძრახი იყო თუ არა, მაგრამ თვითონ ელონი როგორც ყიდდა ამ პრეზენტაციას ხალხს გაცილებით მეტი მოლოდინი ქონდა. შენ ცოტა იმედ გაცხრობული იქნებოდი ალბათ, რომ გენახა დავუშვათ მაგის პოსტები, რომ ისტორიული დღე იქნება ეს და მომავალში 1000 წლის მერე ისტორიის წიგნში ეს დღე ეწერება. მაგათ ეგეთი ისინი ქონდა და
მაგ ხრივ დიდი სიახლე არ ვიჩვენებდი. ხო, მესმე, ანუ მოლოდინი შექმნა უფრო დიდი ვიდრე დადო. იმიტომ რომ ხო. ძალიან კარგი იყო, მაგრამ ნუ თვითმართოვანდი მანქანები გქონდა მანამდე. ხო. მაგრამ ოპტიმუსმა კაი რაღაცები გააკეთა რობოტმა მე რომ. კი. ჩამოასხა ბარში, და სტრიპტიზიც იცოდა. კი, კარგი იყო, მაგრამ ნუ მაგ ხრივაც მას ხო შოუმენია რა მაინც რაღაც. კი, შოუმენი რა თქმა უნდა, როცა უნდა შოუ რო დადგას, მან გაცილებით კაი არის ხო ხა. ეხაც მახსოვს პირველად სერიოზულად დიდი ყურადღება რომ მიიქცია და ჩემი. როდი Cybertruck-ის ის რა შუშარო ჩაემტრათ. კი. არ მანდაც მე ნახე გახსნა სხვა ჩევს რატო ჩაემტრა. მგონი ბევრჯერ ცადეს ზა. მანამდე იყო ხო რაღაც და ის მორყეული იყო ის შუშის და მოკლედ პოტენციალურად ჩემტო ისე არ იმტრევა მართლა ეგ. კი, არა, მაგრამ მაგ ხრივაც მიდი მეორე სროლეო იქნება რამე კი. მაგრამ რობოტებს ChatGPT-საც ხო აქვს ეგრე რომ შეგიძლია ელაპარაკო. უბრალოდ ანუ ChatGPT-ის ნაირი რაღაც რო ჩადო რობოტში. ხო, ნუ შეეული არა. ანუ გადამული არის ხა ჩამოსხმაზე კი მათ ძალიან ნელა აკეთებდა მაგას. ანუ გასაგებიც არის, იმიტომ რომ ვიღაც თვითით ის მოეტეხა და ცუდი იქნებოდა, მაგრამ სიახლეები იყო, კარგი იყო, მაგრამ მოლოდინი გაცილებით მაღალი შექმნა. მესმის. და მაგასაც ხშირად აკეთებს ხოლმე, რაც 1 აპრილს დაუწერია, რომ სუდათ აქვს Tesla საქმე ძალიან. და მე ვთქვი, აი მოვიტყუეო, მაგრამ როცა თვითონაც უნდა ხოლმე, როცა ანუ Tesla-ს დაახლოებით ახლა არ მახსოვს, რაც 20% ფლობდა ხოლმე, ნუ აქციონერები უფრო მეც ფლობენ, მაგრამ ნუ ფლობდა ხოლმე, რომ ზოგჯერ თუ ჭირდებოდა სხვა რაღაცებისთვის ფული, მაგალითად Twitter-ი რო ეყიდა. ზოგჯერ თმობდა. და მე ან და რო გაყიდა და ამოყიდვა უნდა ხოლმე, ამოყიდვის წინ ყოველთვის რაღაც ეგეც მაიმუნობდა. ხო, მაგას მე პრობლემები შეექმნა მეც. კი, ხშირად უჩვენე მანიპულაციები, ხო. მაგის გამო ნუ 1 აპრილს ცდილობდა ხოლმე რაც დაეწერა, მაგრამ აქციონერები ხა სხვები უჩვენებენ 1 აპრილი ზოგჯერ არაა ხოლმე საკმარისი, მაგრამ ნუ გამოსაძრომად ყოველთვის ყოფნი და. ხო და ბოლოს უკვე მაგას აერი და იმის მაგოთ პირდაპირ მოთხოვა, როგორც CEO-ს გამიზარდეთ ხელფასიო აქციონერებს. თორე ის არ მოხს мотиваცია არ მექნება და ეგ ძალიან სასაცილოა, იმიტომ რომ სხვა CEO-ები პირიქით ხო ყველაფერს იფიცებიან, რომ ცხოვრებაში არაფერი არ ადარდებთ, არც ცოლი, არც შვილი, კომპანია უფრო უყვართ და ნუ ესეუბნება აქციონერებს გამიზარდეთ ხელფასიო мотиваცია არ მაქვს. ანუ ოპტიმუსისგან შენ მაინც რაღაც ესევე ვერიტყოდი, რომ რაღაც სანდი შეიძლება ქონდეს? ოპტიმუსისგან მან ორი ნაწილი არის, ხო, ერთი რამდენად ჭკვიანად ლაპარაკობს და იგებს რა გინდა მისგან და გეუბნება, მაგრამ დიდი ნახტომი არ არის, იმიტომ რომ ChatGPT-ც ლაპარაკობს, ხო? რაც Scarlett Johansson-ის ვერსი როგორც ამ ასეთი ხმით. მაგრამ უკეთესი, ანუ უფრო სიახლე არაფერი არაა და რობოტიკის მხრივაც რობოტები აკეთებენ მაგას. ნუ ქირურგიულ ოპერაციებს აკეთებენ რობოტები და მაგასთან შედარებით ხა კოქტეილი რო ჩამოახსხა, ლამაზი არის, მაგრამ არა ეს. ხო, აქ უბრალოდ საუბარია იმაზე, რომ ოპტიმუსის იდეა რა არის, ხო, რომ ყოველს ოჯახში გამოსდეს მალე ეგეთი რობოტი რა. აი ხედვა მომავლის, ეგ კარგი არის. ის ხედვა რომ მას კი ფიქრობს, რომ რაღაც მომენტში უფრო მეტი ოპტიმუსი იქნება ვიდრე ადამიანი და მიზაზე კი ეგ ძალიან კარგი არის. მაგს მე როგორც ვიცი ამბობს დაჟე სადღაცა აქვს ნათქვამი, რომ ყველაზე პოტენციურ, ანუ მისთვის ყველაზე მომგებიან ბიზნესს მომავალში ხედავს არა ზოგადად Tesla სიტყვაზე არა დაჟე SpaceX, არამედ აი უშუალოდ რობოტებიდან ოპტიმუსს. არ ვიცი. კი, ანუ ყოველთვის რამდენიმე ოპტიმუსი ყავს და რომელიც ბასენსკი იმას შვება, ან გაზონს კრეჩს ან სახს გილაგებს, მაგრამ ხო. ხო და რამდენი წელია ფილმებიდან, ეხლა ჩემი ბავშვებიდან მოყოლებული, სამეცნიერო ფანტასტიკა გვეუბნება, რომ ეს რობოტი ბოლო-ბოლო უნდა გამოჩნდეს სახში და არ გამოჩნდა რა, ეხლა გამოჩნდა რობოტი ტვარსასრუტი, რომელიც აგერ ვიყიდე. ხო. და სადღაც არ მახსოვს ერთი წლის წინ ვიყიდე, წელიწად ახევრის წინ ვიყიდე, სულ გამოვიყენე ალბათ, რა ვიცი, 10 ჯერ მაქსიმუმ და ისე გაითიშა და გაფუჭდა. მაგრამ რომ ვერც მივხვდა წამენი ვიღაც რომ მოკვდა რა ტიპი რა და არ ვიცოდი რა გარშე და ძალიან ხნის ვერ აღმოაჩინე რომ კვდარი. იმდენად ვაფშე ვერ ვიყენე, არ ვიყენებდი რა. მაგ რობოტს მოაქვს ის უფთავი შენ სახში, მაგრამ არა თავისით. ხო, აი მანიპულირებით უფრო, იმიტომ რომ мотиваცია გაქვს რომ ძირს არ დაყარო არაფერი. კი და ისედაც ანუ არ არის ისეთი როგორიც უფრო წარმომედგინა ხო ანუ ავტონომიური თლად არ არის მაინც გიწევს ძალიან ბევრ რაღაცაში ხელი შეუწყო რა მანდეს ბევრი თაობა ეხა ეს რომ მაგრამ არის ეს მაგრამ ხო და ეს ოპტიმუსი მეთქი აი რაღაც იქნებოდეს მე გვეღირსოს რომ ეგეთი ტიპი დადიოდეს სახში და რავი რაღაცებს აკეთებს ხო აი ეგ ალბათ ჩემთვის პირიქით ყველაზე კარგი არის ანუ პრაქტიკულად არის მაგრამ არ შორეული მომავალია შენი აზრით არა შეიძლება ახლაც იყოს მაგრამ გაცილებით მეტი შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს მოგწეს
რომ ოპტიმუსი არ ნუ შენ ახლა საუბრობ იმაზე რომ საერთოდ იმან ახალი გონება შექმნა საერთოდ ჩვენზე კრეატიული შეუძლია იყო მესმის ანუ ეგ უფრო ნაკლებად მოძველებული sci-fi-ია მოკლედ ის რომ რობოტი 40 წლის მერე სახს გილაგებს როცა 40 წლის მერე რობოტმა შეიძლება შენზე მეტი ტვინი კონდეს კი და გითხრას რა ხდება შავხრელში მაგალითად ის ნახატებს უყურო მუზეუმში და რა თქვა შორს წელს მოხდა ეგეთი რაღაცა გაიყიდა ნახატი რამდენ მილიონად არ მახსოვს მაგრამ AI-ის ნახატი გაიყიდა მართლა არ მახსოვს იცი ვინ დახატა ადა დახატა მე მგონი ის იყო ბაირონის შვილი პირველი პროგრამით ადა ლავრეტს მაგის ეგ დახატა და რამდენ მილიონად გაიყიდა ხელოვნური ინტელექტის ნახატი რობოტია რა ფიზიკური ხელებია ჩვეულებრივი ანუ ეს არ არის რაღაცა დელ ირო არის და რაღაცა ტიპია რობოტია ჩვეულებრივი და ანუ ეს დავიდა და ხატავს რა მაგის ნახატი გაიხდა რამდენიმე მილიონად დამახსოვდა ეგეც რა კი თუმცა რობოტების მინუსი ერთი ეგ არის რომ ნუ ვცდილობთ მაინც ჰუმანოიდს დავამსგავსოთ არა ინტელექტი გაცილებით ფართო და გარჩირდება ეს ხეული აი სოლარიზე რო ლაპარაკობდით ხო მანდაც ყველაზე კარგად ალბათ მაქსიმუმში აჩვენეს რომ რამდენად განსხვავებული შეიძლება იყოს ინტელექტი რამდენად განსხვავებული შეიძლება იყოს ინტელექტი რომ ნუ იქ ხო ცნობიერი ოკეანე არის რა გაცილებით უფრო სხვა ვიდრე ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ და ხელოვნური ინტელექტში მაგიტო რობოტებში დიდად შეიძლება იყოს, მაგრამ ყველაფერში შეიძლება. ხო და ცნობიერიც ხო ძალიან არასწორი, ანუ უყურე ცნობიერის ჩვენ ვიცით ერთი გზა ევოლუციის როგორ გაიარა და მოვიდა ეს, მაგრამ სავარაუდოდ როგორც სიცოცხლე არის მრავალფეროვანი, შეbat ევოლუციურადაც და არ მარტო ევოლუციურად, ხო, სიტყვაზე ეს ცნობიერის სხვადასხვა ფორმები ყალიბდებოდა სკოლებში. აი, ფსიქოლოგისთვის სათქმელად რო ვიზახთ, ხო, ცნობიერი შეიძლება. მას ეგრე ესმის, ხო, აი ჩემ ფსიქოლოგს ეგრე ესმის, რომ თითქოს ეს რაღაც ის არის რა, არა და ეს ერთი მე მაგას ვთქვი, ეს ერთი გზაა, რომელმაც მოიყვანა ეს ცნობიერი, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ სხვა გზიდან იგივე კარებში ვერ შეხვალ, ან სიტყვაზე პირიქით უფრო შორს არ გაიხედა რა. არა, ჩვენთვის რაც არა ცნებების უცხოენერი ცნებებით შეიძლება ეს ეგეთი ინტელექტი. და ნუ კაი მაგალითი არის ხომ მე და ხე ჩვენ ვიზიარებთ 99% გენომის და მე და უცხოპლანეტელი გაცილებით განსხვავებული უნდა იყოს, რომ საერთოდ არაფერს ვიზიარებ. ანუ carbon based life form-ია აქ და მაგისტვის რო ჩამოვა შეიძლება ითქვას რომ ერთნი ვარ არიან. კი და წარმოიდგინე მე და უცხოპლანეტელი ხო ფანტასტიკურად სხვა უნდა ვიყო და სოლარისის გარდა სხვა ისინიც ახლა ჰოლივუდის ფილმები მან როგორები არიან უცხოპლანეტელები ლიდერები ყავთ რა და ადამიანები არიან ხო და ზღვანა არა და ამ დროს ხე უფრო განსხვავებული არის ვიდრე ეგ და ხეზე გაცილებით განსხვავებული უნდა იყოს ხო თითები რო აქვს და მაქსიმუმ შეიძლება 4 თითი კონდეს 5 მაგირად ხო და ხეზე განსხვავებული უნდა იყოს რისი წარმოდგენა ძალიან რთული არის მაგრამ ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი სიგიჟე ეგ არის რომ ეგ დავინახოთ რომ ჩვენ და ეგეთი განსხვავებული უცხოპლანეტელი galaktikis ბოლოში ადრეც რომ მithქვავს ვიქნებით ბიძაშვილები ხელოვნური ინტელექტთან შედარებით იმიტომ რომ ჩვენ და ის უცხოპლანეტელები ეგეთი სიცოცხლის ფორმები მაინც შეიქმნა ისეთ პირობებში რომ ვიზიარებთ ერთ და იგივე ფიზიკის კანონებს ჩვენ შევიქმნით და ცხოვრობთ ერთ და იგივე დროს სივრცეში და ხელოვნური ინტელექტი ჩვენ დროს სივრცეში არ ცხოვრობს მისთვის დრო არის რამდენ სერვერს დაუდგავ და შეუძლია აჩქაროს ეგრე და კიდე უფრო განსხვავებული მაგარია. კარი ლოგიკები შეგვიძლია. იმაში არ არის პანთეონში არის მე მგონი ერთ-ერთი მომენტი რაც ძალიან მენიშნა და მომეწონა რომ ანუ შენ შეგიძლია პირობითად ადგე და რა ვიცი როგორ თქვა მაგალითად ამ ციფრულ რეალობაში 100 წელი 1000 წელი მილიონი წელი გაიყვანო ჩვენი გაგებით ერთ წამში Black Mirror-ს ერთ სერიაში წარიმე ერთ სერიაში წარიმე მე მგონი ეგ მომენტი რა ანუ ტიპი აიყვანო ვიღაცა მეცნიერი მაგალითად აინშტაინისნაირი ტიპი ჩასვა რა ეხა რა და ამუშაო იქ რაღაცა 1000 წელი იმის ყოველდღიურად გაიუძა 1000 წელი გავიდეს, მაგრამ აქ ერთი წამი გავიდეს და მისი ნამუშევარი შედეგი მიიღო აგერ აქ რა. ანუ ეგეც ხო ეგ ხო სიგიჟეა. ანუ მილიონი წელი გაქვს იქ და გადმოგავს აკონვერტირებ აქ ერთ წუთში. და მასეთ იმაში ცხოვრობს ზუსტად ხელოვნური ინტელექტის სხვა დროში. და ჩვენ გვინდა რომ პროსტა რობოტი როდის გაიჩნდება სახლი და არა პანთეონსაც ქონდა მიუხედავად იმისა რომ აი ხო აი sci-fi-ში პანთეონი ალბათ ერთ-ერთ ყველაზე გაიღო პრობლემებში მაგასაც ქონდა ეგ პრობლემა იმიტომ რომ აი რო დედამიწაზე რო ჩადიან უკვე ის ინტელექტები რომლებიც cloud-ზე არიან ეგენ ჰუმანოიდ რობოტებს იყენებენ რომ მართონ და ამ დროს შეგიძლია ნანორობოტებში იყო შეგიძლია წვიმაში იყო შეგიძლია ძალიან ბევრი სხეული ქონდეს ერთი ხო, მაგრამ ეგ ალბათ ნუ იმის ამბავია, რომ მაინც მაყურებელს რომ მიაწოდონ, რა თქმა უნდა. ეგეც არის და მაგიტო ხელოვნური ინტელექტის არსებობა მაინც ჰუმანოიდურ ორხელიან რობოტში ჩასმაკი არა, უბრალოდ შემაშინებელია ხა მარტო, ხო, ანუ წვიმაში იქნება ინტელექტი, რო უთხრა.
ხო, ხალხს არ მოეწონება. ისედაც მაგასაც პრობლემა აქვს, რომ რკინის უნდა იყოს და რადგან ადამიანური არ არის, ხო? მაგაზეც პრობლემა აქვს. მაგრამ რამდენადაც პატარა ისინი იყოს, ერთი ცნობიერება შეუძლია იყოს ბევრ სხეულში. ხო. კი ბატონო. აი მედიცინაზე მედიცინა არ უნდა უცხო პლანეტელებზე რო ვისაუბრეთ, შეგვიძლია ეგეც ვთქვათ მაშინ ერთი-ორი თუ და ის UFO-ს თემატიკები რაც იყო, ანუ სულ თითქოს ესე ბოლო წლებში განსაკუთრებით სულ არის ხოლმე რომ თითქოს ეხა რაღაც ალაპარაკდებიან რომ აი რაღაცას ველოდებით, თითქოს რაღაცა იციან, მაგრამ საბოლოოდ აი მაინც მან უნდა ნახო ხოლმე უბრალოდ რუკაზე განაწილება რა ქვეყნებში ნახულობენ UFO-ს. და მან მიხვდები რომ ჰოლივუდში რომ უცხო პლანეტელები სულ ამერიკით იწყებენ. შეგიძლია უბრალოდ დაგუგლო ნახო რუკაზე განაწილება უცხო პლანეტელების მიერ გატაცებული ადამიანები. ხო, მაგრამ რაღაც დონეზე ხო უფრო და უფრო აქტუალური ხდება, მაგალითად უკვე მივიდა იმ დონეზე რომ იმ მექსიკელ კონგრესმენს არ გულისხმობ ხა რაღაც სოჯინები რომ შეიტანა. ნახე ეგ ამბავი, ეგეც წელს არ იყო. შარშანდელი ამბავი არ იყო მე მგონი, წელს იყო ეს. მექსიკელი ტიპია ვიღაცა, შარლატანია რა ცნობილი და ამ ტიპმა კაროჩ აკეთებს რაღაცეებს ეს ძველ ანუ აი ნაშთებს პოულობს სხვადასხვა ცხოველის წარმოიდგინე ამით აწყობს ეს ტიპი და რაღაც სტრანი ფორმის აი ჰუმან აი ამ ხელა რაღაც თოჯინებს აძრობს რა ოღონდ მართლა რეალური ძვლებისგან და იმისგან და მართლა ძველებური ისე და მე ამ ტიპმა შეაღწია მექსიკის კონგრესში შევიდა იქ და მთელი ლაივი ქონდა და ეს ორი ტიპი წარადგინა. ვაუ, რეპრეზენტაციული დემოკრატიის მინუსები ჩანს. და მთელი ამბები იყო, მაგაზე ძალიან დიდი ამბავი იყო თავიდან, რომ ანუ ქართულ მედიაში ითარგმნა, რომ აი რაღაცა თან ეს შერდა, რომ აი მექსიკის კონგრესში. აიგე და კონგრესმენებმა განიხილეს და ვიქ მართლა იყვნენ კონგრესმენები, ვიღაცები, რომლებიც ამ ტიპს სიტყვა მისცეს და რაღაც რა და ნუ მე გაიასდა, რა თქმა უნდა გაირკვა, რომ ხა ანუ ელემენტარული კვლევაც საკმარისია, მიხვდე რომ ტიპმა აიღო და რაღაცა მელიას მოაძრო ფეხი ვიღაცა. ხო, მუმიას და რაღაც სხვადასხვა რაღაცებს აწებებს ეს ერთმანეთთან რა. მაგრამ ეგ იქით რომ გავუწიოთ, ამერიკაში ხო არის რომ ანუ მთელი სერიოზულობით განიხილავენ ხოლმე არ გულისხმობ იმას რომ ვიღაც ჩონჩხს განსწავლობენ. გულისხმობ იმას იმ ციურ ობიექტებს, რომლებიც მოძრაობად მოტორიკა არ იხსნება, რაც UFO-ა რა. კი, მაგისთვის პირიქით ეხლა დაამატა კიდეც მაგისთვის კონგრესმენს და უბრალოდ UFO-ს მოერიდნენ იმ პლანეტებს და ასოცირდება, მაგრამ ეგ უბრალოდ ერთადაგივე არა. ტერმინი შეცვალეს. კი. იმიტომ რომ ზოგადად ამოუცნობი ფრინავი ობიექტი აპრიორი არა უცხო პლანეტები. ხო. მოიცა ნუ ამერიკაში ის არის ხოლმე რომ დავუშვათ ნეივის და საიდუმლო პროგრამები რაც აქვს, ეგ უბრალოდ ჯერმა არ იცის, ან უბრალოდ პოლიციელებმა ან ორესმა და მაგის გამო მაგაზე თქმა არ შეუძლია. ის რომ ვიღაც ტიპმა დააფიქსირა სიტყვაზე რაღაცა და მე შეიძლება სატესტო საექსპერიმენტო პროგრამაა, როგორც წესი ნეივის. ხო. ნეივი, ხო, ანუ ძალიან ბევრი კადრები გავსილა წელს, სხვა შარშანას ხდებოდა ეგ, რომ ანუ აი ეს ტიპი გამოდის, ოფიციალურად საუბრობს, ვიღაცა პოლკოვნიკია პირობითა და ამბობს, რომ აგერ ეს კადრები, აგერ ეს ვერ იხსნება რა. კი. მაგრამ ნუ იგივე პოლკოვნიკსაც არ აქვს ზომა და როგორც წესი მაგათ შორის კომუნიკაცია ისე ჩქარი არაა ხო? ანუ შენ მაგას ეგრე უყურები, რომ რეალურად ეგ ყველაფერი არის გაუგებრობა ისევ იერარქიებში და იმეებში და არა რაღაცა. კი, არა, მაგათ ძალიან ეზარებათ ხოლმე, ძალიან ეზარებათ საიდუმლო პროგრამების ჯარის ნაწილს, რომ აუხსნან, რომ აი არის მიშობული შეგაქონდეთ ხოლმე. ხო, მეც ეგრე უყურებ სხვა შორის და ალბათ შეიძლება ჩვენს ბევრ მაყურებელს გული დაუწყდეთ მაგას, მაგრამ ნაკლებად ისა ხო exciting ისა სცენარი ეგ, მაგრამ აი ჯო როგანს მაგალითად ეს არ მოეწონებოდა იმიტომ რომ კი მაგას ჯერა უცხო მაგას ძალიან სერიოზულად ჯერა კი და სულ მაგას უსვამს ხას ხოლმე და ვინც აი ყველას ისე ეკითხება რა ხო გააჩნია შეკითხოს როგორ დასვა რომ სულ აი ხე რო ეგრე გეპასუხა რაღაცნაირად მაინც ამოგიტრიალები და რომ ეს ახლა მე გამოგყევი გაიგე ის არ გამოგყვებოდა სადღაც მაინც ამოგიტრიალები და რომ გეფი ეს ჯო როგანზე იყო ალბათ ერთ-ერთი ზოგადად ხო კითხვების დასმა კაი არა მარტო მაგის უფოსი კი არა კონსპირაციულ თეორიებში ტიპი ძალიან სერიოზულად გადასურა ის სრულიად ხო მაგრამ მაგითო დავიწყე რომ ანუ კითხვების დასმა კაი არის კითხვები უნდა დავსვა და 99% სისულადა რო იყოს აბსურდი რო იყოს ბრტყელი დედამიწაც მაინც ჯობია ბრტყელი დედამიწებიც გავარჩიოთ ვიცოდეთ რატო არ არის ბრტყელი დედამიწა როგორც მინიმუმ ეგეც და ან თუ ის 1% არ გავმაზოთ მაგის გამო რაც შეიძლება მართლა ახალი იყოს მაგრამ მაგაზე კაი პასუხი არის რომ უბრალოდ იმიტომ რომ შენ არ გესმის პირამიდები როგორ შეიძლება აშენდეს არ ნიშნავს რომ უცხო პლანეტებმა აშენდეს კი ხაჭოს წელს იყო 1-2 კვლევა რომელსაც ნექსტეც გქონდა მაქსიმალურად დედაულად ხსნიდა იმ სისტემას როგორ
შეიძლებოდა ამ ეგვიპტელებს აეშენებინათ ეს პირამიდები რა, ანუ ხო არ იქ რაღაცა რამდენიმე ვერსია როგორ აკეთებდნენ ამას რა და ძალიან აი როგორ გითხრა რა, ძალიან მარტივად იხსნება რეალურად რო შეხედო რა, ანუ იმ კლუბებში რამე განსაკუთრებული კა რამე აღმოჩენა კი, უბრალოდ ერთ-ერთი რიგითი სახსნა იყო. აი სიმარტივეც ხსნის ზუსტად იმას, რომ დიდი რაღაცის გაკეთება თუ გინდა დიდი რაღაც გაკეთება მოკლედ თუ გინდა გაკეთდება ის რაც მარტივი არის სხვადასხვა ადგილას და კონსპირაციის თეორიებსაც ეგ უყვართ რომ უცხო პლანეტალებმა იმიტომ ააშენეს რომ აი აცტეკებს და სამხრეთ ამერიკაშიც თუ აშენდა და ეგვიპტეშიც ყველა კომუნიკაცია არ ქონდათ ანუ ადამიანებს არა და უცხო პლანეტებს აუშენებიათ. და ნუ ერთი ახსნა ეგ აქვს რომ ყველაზე მარტივად გაკეთებადი ეგ იყო. და მაგიტო ყველა მაგას აკეთებდა. სხვა რაღაცების აშენება, სხვა ფიგურების აშენება რომ ეს არ გამოვიდა. რა თქმა უნდა. აი, ლევანდოვსკი ეგ არ მოეწონება ბევრს. ნამდვილად. სხვა შენ პირამიდაზე ეგეც კაი რამეს დაუკავშირე. ეხლა წლევანდელი სამეცნიერო მიღწევები ლაპარაკობთ, მათემატიკა არ მიხსენებია და მათემატიკაში ერთ-ერთი რაც ამოიხსნა იყო optimal packing problem. ნუ სამგაზომილებაში როგორი არის რომ დავუშვათ 5 თუ მაქვს როგორ შეიძლება ჩავყარო ბურთები ისე რომ მაქსიმალური მოცულობა დავიკავო. ოკეი. აი სფეროები თუ მაქვს ან პორტოხლები თუ მაქვს. რო დაიკავო მაქსიმალურად. ანუ არ პრაქტიკული რო იყოს, ეგრე ამბობს. აი მაგათაც ერთმანეთზე თუ დავალაგე პორტოხლები, მან ცარიელი ადგილები ხო დარჩა? ხო. და გარშემო ამდენში რამდენი პროცენტი შემიძლია შევავსო და ყველაზე კარგი არის სამგაზომილებაში პირამიდა. აი პორტოხლებს თუ პირამიდათი დაალაგებ, მაგ პირამიდის მოცულობის 74% პორტოხალი იქნება, ყველაზე ნაკლები დანაკარგი იქნება. აჰა. ხო, მაგრამ ზედა განზომილებებში რთული არის ეგ 8 განზომილებაში და 24 განზომილებაში იყო უკრაინელმა მათემატიკოსმა დაამტკიცა ეგ და მაგაში ფილცის მედალი აიღო საერთოდ და წელს აჩვენეს რომ სხვა განზომილებებში შეიძლება მაგის განზოგადება. ო. მაგრამ ხა პირამიდებს რატო დაუკავშირდეთ რომ მათემატიკას გვეუბნება რომ ყველაზე ოპტიმალურად თუ გვინდა რამის დაალაგება პირამიდაა. აჰა. ხო. მანდ მივედით საბა. და შეიძლება იმას ხსნიდან რომ ეგ შეიძლება აწესოს სხვა ფიგურებიც სადეს. ვიღაცამ კონუსის ეხა ის მაგაზე ვიღაცა რას გეტყვი ეს კონსპირაციების პრინციპი აი უცხო პლანეტელებიც მაგას იყენებენ უზეთ ცივილიზაციები და 3 თუ 6 ეკონტაქტებოდან ხო არ ვიცი მაგრამ ნუ ისა რომ პირამიდას გარდა ვიღაცამ თუ სადაც ცილინდრი აეშენებინა ცილინდრი უკვე რთული იქნებოდა იმიტომ რომ ძალიან მაღალი რო არის აქ რაღაც დამატება რთული არის და ესე რომ მიხარ ახვალ და დადებ ნუ ახ მარტივით არ იყო რა თქმა უნდა იქ უნდა აეგორებინათ ქვიშა განებინათ მაგრამ კი სამგაზომილებენ ფიგურებიდან ყველაზე მარტივად პირამიდა გამოდის აი არ ვიცი ერთი ორი სიტყვა ალბათ შეგვიძლია მედიცინაზეც ვთქვა მედიცინაში რა ხდებოდა ხო მედიცინაში ძალიან საინტერესო რაღაცები ხდებოდა სულ ბოლო 2 წელია განსაკუთრებით ვაქცინების მიმართულებით იმიტომ რომ ეს კორონას ამბების მერე რაც პლუსი იყო ნუ ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში არის ის რომ ვაქცინების მომენტში რაღაც პროგრესი გქონდა ანუ იმიტომ რომ რაღაც ბევრი ფული ჩაიდო და ამ კომპანიებს რომლებიც მუშაობენ ამ მიმართულებით რომლებიც ყველამ გაიცნო მაგალითად Pfizer და რაღაცებს სახელი ყველა მეცის რა და ეს არის ის კომპანიები რომლებიც ახლა მუშაობენ მათ შორის სიმსივნის ვაქცინაზე აივის ვაქცინის შემუშავებაზე ძალიან ბევრი რაღაცა მაგხრივ იყო ძალიან ბევრი პროგრესი საინტერესო კვლევები რომ იდეაში მომავალში უფრო შესაძლებელი იყოს ეგ რა რომ გქონდეს უფრო მეტი ვაქცინა რომელიც დაიცავს ადამიანს კიბოს მაგრამ მან კიდე პრობლემა ის არის იმდენად ბევრნაირი კიბო არსებობს რომ შეუძლებელია რომ ესე უნივერსალური შენ ვაქცინა გქონდეს რომელიც ყველანაირ კიბოსგან ესე ვთქვათ დაიცავს რა ადამიანს რა მანდ არის მომენტი რომ რაღაც მაინც შეიძლება ერთი კიბოსის გქონდეს მაგრამ მეორე მიმართულებით არ გქონდეს ეგ რა უფრო რთული არის ხოლმე მაგრამ შედარებით სკეპტიკურს მხდის ხოლმე ის რომ სხვა დაავადება არის მაინც ანუ სიცოცხლეს თუ დაუძახებთ უჯრედების, ბევრი უჯრედების ერთობლიობას, სხვა დაავადება არის ისეთი რაღაც, რაც ამ უჯრედებს ებრძვის. ხო. განზრახ თუ არა, შეგვიძლია ყველა დაავადება ამით მომნათო და კიბო ესეთი რამე არის თვითონ ამ უჯრედის თვისება. ამ უჯრედის ფუნდამენტური თვისება. ევოლუციასაც მაგან მოხსნა, იმიტომ რომ თვითონ ერთ უჯრედს რაც აქვს დნმ და ეს დნმ რომ მრავლდება, უბრალოდ უჯრედი რომ მრავლდება და ეს დნმ რომ იყოფა და თავის თავს აკოპირებს ზოგჯერ ეშლება ამ დაკოპირებაში და ეგ შეცდომა არის ზუსტად მე სიმსივნე და ნუ ბევრი თუ დაგროვდა და ზუსტად წავიდა ეგ არის კიბო. და ეს იმდან ფუნდამენტური არის სიცოცხლისთვის, რომ მედიცინა ესე მგონი ყველაზე ბოლოს ალბათ კიბოს და
რაღაც მომენტში დაბერებასთანაც არ ასოცირდება, ეხლა მაგალითად უჯრის დაყოფა რო თქვი, იმიტომ რომ მე როგორც მესმის არის, არ მოიდგინე რომ დისკს გვაქვს და დისკიდან დისკზე გადაგვაქვს, ზუსტად. იფხაჭნება და საბოლოო ჯამში ეგ ფორმა არის, რასაც იღებს შენ დაბერებას, ხო? მაგრამ ამის პარალელურად ეხლა იყო რაღაც კვლევები, რომელზეც Next-ში ასევე დავწერთ, იყო ეს ამ პროცესის შენელება, ანუ რომ უფრო ნელა მოხდეს ერთი ეგ და მეორე რევერსია მოხდა, რაც ყველაზე ძალიან საინტერესოა ჩემთვის. ანუ იყო კვლევები, სადაც თაგვი მაგალითად ტიპი არის რაღაცა 2-5 თაგვი ყავდათ და ამ ერთი ამ ექსპერიმენტით მოხდა ის, რომ ტიპი ანუ გაახალგაზრდავდა. ხო, აი ყველა საინტერესო. მან რაც არ მოწონს ხოლმე არის რომ მაღალ აკადემიურ წრეებში ერთადერთი ადამიანი შეიძლება არ არსებობს მე ერთადერთი ადამიანი ვიცი ვინც არის რაც მაღალ დონის მეცნიერი და მაგაზე მუშაობს რომ ანუ არასანდო ხალხია ვინც მანდ არის არასანდოც არა შეიძლება ძალიან კარგები არის უბრალოდ სერიოზულად რატომაც არ იღებენ ძალიან პატარა ჯგუფი მედიცინის მუშაობს მაგაზე აი დევიდ სინკლერ არის ჰარვარდში მაგის პროფესორი და მაგან აღმოჩნდა ძალიან ბევრი რამე თაგვებზეც ჯგუფს ჰქონდა ეგ ნამუშევარი და საინტერესო კიდე ის იყო რომ თვითონ უჯრედშიც კი ის აღმოჩნდა რომ ყველა უჯრედს აქვს ფაქტურად რესეტის კოდი. აჰა. რითიც შეგიძლია შენი გაფრჩებული დნმ დაარესეტო. ოკეი. ანუ ჩვენს უჯრედებში ანუ ძალიან მაგარი. კი. მე რატომ მუშაობს მეტი ადამიანი მაგერთული. აი ხო ეგ მაბრაზებს ხომ მაგას აქვს დაწერილი lifespan ესეთი წიგნი და სათაური ქვესათაური ეგ არის რატომ ბერდებით და რატო არ უნდა დავბერდეთ. ოკეი, მაგას დავრი. კი. და არ ვიცი ზოგადად მედიცინა მის მარტაც არის ხოლმე კითხვები, იმიტომ რომ აი ბევრი კომპანია დაუბუსტია მაგალითად ის კომპანია მე Wall Street-ზე გასულა, რაც ბევრს უყიდია, იმიტომ რომ ამასაც დაუბუსტია და მე ის გაკოტრებულა ეს კომპანიები. აი Wall Street-ში რო ტენი რაღაც კომპანიებს, რაც ეგეთები დაუბრალებიათ. ხო, თავად ეს დედაჩემისგან ვიცი აქ აკრიტიკებს ხოლმე თუმცა ის რაც თაგვებში გაკეთე ეგ ხო ფაქტი არის ფაქტია ხო ანუ ვიდეო შეგიძლია ნახო ჩემი თვალითაც ნახე როგორ არის ერთი ის რომელზეც არ ჩავდა და კაჭაღარავებული თეთრი ბევრად მოთიშული და ეს მეორე ხო და ეს ადამიანს ახლა არის ჰარვარდში არის პროფესორი ტყუილად ჰარვარდი ალბათ დიდი წნეხისშიც არის რომ პროფესორად ყავს ხო მაგრამ ჰარვარდში არის პროფესორი და ნუ მართლა ნამდვილ მეცნიერებას აკეთებს და უფრო მეტი ადამიანი რატო არ ერთვება მაგაში ეგ არ ვიცი ამიტომ მომავალი ექიმები ვიც გვისმენთ ან ეხაც ექიმები გადადით მაგაზე მე ხელოვნურ ინტელექტს მოგახმართ ხო, იმიტომ რომ ბევრი აუცილებელი არა რომ მოკვდეთ და ის მან ფილოსოფიურადაც კულტურულად ცოტა დაკნინება ხდება იმის აი რაც კი ფილმები გადაღებულა უკვდავება ვის უნდა ხოლმე რაც ვილანებს უნდა ხო ფილმებში უნდა უკვდავება ვილანებს და მაგის გამო რაც ეგოიზმთან ასოცირდება ის იმიტომ რომ მე თვითონაც პირად საუბრებში ადამიანთან რომ საუბრობ ძალიან აი მართლა ძალიან საინტერესო მომენტია ძალიან ბევრი მაგას ეგრე იგებს რომ აი რა გინდა შენ რაღაც უკვდავება რატო არ რაში გჭირდება რა და ანუ ხო და მაგას პასუხობს მჭირდება რა ანუ მე შეიძლება გადავწყვიტო ხოლმე რომ აღარ მინდა ეს სიცხლე მაგრამ მე ვწყვიტავ ანუ მე გადავწყვიტავ რა თორე იმას ანუ ფეტიშზე არ არის აქ საუბარი რომ აი სულ გინდა თუ რა იყო კი ხო ანუ აქ საუბარი რომ მე ვწყვიტავ როდის მინდა და არ მინდა და ეს ნება მინდა რომ მივიღო ანუ და ის რომ რაღაცა ხო და კულტურაცია მიღებული რომ ხო ხალხს შეიძლება შეერცხვესთან შეეშინდეთ რომ იმდენად მიმღებლობა მოხდა ალბათ ამ სიკვდილის რაც გარდაუვალი იყო რაღაც პერიოდში და რაც ყველაზე დრამატულია თან ამასთან ერთად რომ აი ის რო არის რა ქვია ზონა რაც იპოვებრივობა მიიღო ეს სტოკჰოლმის სინდრომი რაც არის ხო იცი ანუ ამ შემთხვევაში სტოკჰოლმის სინდრომში მოძალადე არის სიკვდილი და შენ გაქვს ეს მიღებული რომ ეს ბუნებრივია და შენ ამას რაღაცა დაჟაფეტიშებ რა კი იმდენად ვინც მას ეხება შენ ეუბნები რომ ცუდი ტიპია რა ეს აცადე მაწამოს აცადე მოკლას ხო ანუ აი იმიტომ რომ საჭირო კი და ერთ-ერთი მიზანი შეიძლება ეგ იყოს რის გამოც სხვებისერიდებიან ამაზე ლაპარაკს ნუ მეორე შეიძლება იყოს მართლა ძალიან რთული არის და მაგრამ არა აშკარად რთული ის რომ დნმ-ის რესეტი შეგვიძლია და ეგ ეპიგენომიკ რაღაც ქვია ეპიგენომიკ იმაში ინფორმაციაში ინახება ის რის შეგვიძლია დავარესტოთ ეგ უკვე ხო მეცნიერება ეგ უკვე ფაქტებია და მაგ ხრივ აშკარად მე უფრო მეტი უნდა ჩაერთოს და მაგ
მაგის მე როგორ დაიბუსტება უფრო. მაგრამ ფილოსოფიურად მეც ეგ კითხვა მოსხომა რომ აუცილებელი არ არის რომ მაინც უკვდავება იყოს და პირიქით რო შევხედოთ რომ იყოს optional რო იყოს სიკვდილი. შენზე რო იყოს ანუ მოიკლავდი თავს ხო მაშინ და უბრალოდ ეგ იყოს რომ იყოს არჩევითობა. არჩევითი რო იყოს სიკვდილი დღეს როგორ გადაწყვეტა. და სამყაროში ბევრი რამე არის ანახავი რაც ჩვენს იმაში არ იყო ხა ჩემთვისაც უკვდავება პირდაპირ მიზანიანთვის მე არ ყოფილა იმიტომ რომ მათთან მოსაწყენი იქნებოდა ესე თუ დავინახავდით მაგრამ ჩემი მიზანი და უშუალოდ ცხოვრებაში ის იყო რომ სამყარო ფუნდამენტურად სამყარო რაზე იყო ეგ გამეგო და ადამიანური სიცოცხლის დროის პერიოდში მაგის გაგება ძალიან რთულია ანუ ნუ ბევრი ლამაზი ასე მზე 5 მილიარდ წელში რო აფეთქდება ძალიან ლამაზი სანახაობა იქნება წითელ გიგანტად რო გადაიქცევა და ეს მაგის ნახვა მინდა რატომაც არა ხო არ ვიცი. კაი, რავი, არ ვიცი, ბევრი რაღაცაზე ვილაპარაკეთ, შეიძლება რაღაცები გამოგჩა, იმიტომ რომ ეგ შეუძლებელია, როცა ეხა თელ წელს აჯამებ, რომ რაღაცა შეიძლება გაიცნოს. ვიღაცა არის ჩვენი მაგალითად. აი, მათემატიკა საერთოდ გამოგჩა და კაი, გამახსენდა ერთ-ერთი ის. და მეორე მათემატიკაში საინტერესოა ის აი ლანგლანდის პროგრამა არის ძალიან კაი, და ორი სიტყვით ვიტყვი, რთული ახსახელოს რთული არის, მაგრამ მათემატიკაში რაც იპოვეს იყო რომ ძალიან დაშორებული რაღაცები მათემატიკაში რაც იყო დაუშვათ მარტივი რიცხვები რაც უბრალოდ და მეორე არის დაუშვათ ოსცილაცია რაღაც ტალღების მაგის ფუნქციონალური ანალიზი განსხვავებული რაღაცები აქ შენ შეგიძლია მიიღო დათვალო რაღაც და მიიღო პასუხი აქ და პირიქით და ეგ რისი მანიშნებელია რომ ჩვენ რო გვაქვს ეს მათემატიკა და ის მათემატიკა ეგ ხო ფაქტობრივად ფანტასტიკაა რომ ძალიან გვეუცნაურება მე თუ დავთვლი აქ ციფრებს იქ დავუშვათ რაღაც გეომეტრიული ფიგურებზე როგორ შეიძლება პასუხი მივიღოთ სხვადასხვა რაღაცები არის ხო საერთოდ მაგრამ ერთით რომ მეორე შემიძლია მოგეთ ლანგლანდის პროგრამა ეგ არის რომ აი როგორც grand unification არის ყველაფრის თეორია დაიწეროს ფიზიკაში მათემატიკას აქვს ლანგლანდის პროგრამა ადამიანის გვარი იყო ლანგლანდი ვინც პირველად შეამჩნია ეგეთი დუალობები და პროგრამა არის რომ ეს მათემატიკაში ააგონ ძალიან ბევრი ესეთი ხიდები რაც გააერთიანებს მე მათემატიკას მაგრამ ჩემთვის საინტერესო ის არის რომ ეგ როცა გასაკვირი არის როცა მე შემიძლია სამკუთხედები გავაკეთო და ზუსტად მივიღო ამ სამკუთხედებით პასუხი საერთოდ სხვადასხვა რაღაცებზე რაც არის რაც ბევრი კალკულუსია ძალიან სხვანაირი მათემატიკა ეგ რისი მანიშნებელი არის ჩვენ თუ გვაქვს დავუშვათ რაღაც ობიექტი აქ და ეს ბურთი მაქვს და ბურთს ვათამაშებ და ამ ბურთს ვერ ვხედავ ოღონდ და ვხედავ ჭრდილებს ამ კედელზე და ამ კედელზე ეხლა ეს ჭრდილი თუ ასე მოძრაობს და მეორე ჭრდილი შემიძლია ვიწინასწარმეტყველო ან პირიქით ვიძახი რომ უი დუალობა ამათ შორის მაგრამ ეგ იმის მანიშნებელია რომ ეს და ეს ორივე ჭრდილი არის ნამდვილი რაღაცის და ეს ნამდვილი რაღაც რომ მოძრაობს გასაგებია ამის მოძრაობით ამის ჭრდილი და ამის ჭრდილი რაღაც თანხმედრაში მოძრაობს და აი ლანგლანდის პროგრამაში იყო პროგრესი ნუ როგორი პროგრესი იყო ძალიან ტექნიკური იქნება არ ვიტყვი დიდი პროგრესი იყო ძალიან ფუნდამენტური რაღაცები დამტკიცდა და ეგ თუ კარგად საბოლოოდ თუ შეიკრა შეგვიძლია გამოვიცნოთ ფუნდამენტური რა არის მათემატიკა. ოკეი. და არა მათემატიკის ჭრდილები. რაც ეხა ხდება? იმიტომ ჩვენ ეხა რასაც ვიყენებთ, ხო არის მათემატიკის ჭრდილები და გვიკვირს, უი, ამით დუალობა რატო არის? რატო არის დაუშვათ გეომეტრიას და კვანტურ ფიზიკას, მანდაც იყო ხო დუალობა, კვანტურ ფიზიკას და გეომეტრიას შორის რატო არის დუალობა? მაგრამ იმიტომ რომ სამდოში კვანტური ფიზიკა რომლის ერთი ჭრდილი კვანტური ფიზიკაა და მეორე გეომეტრია ან სხვა რაღაც. და ის ერთი რამის თუ ვიპოვეთ, ეგ ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ სამყარო მათემატიკაზე მუშაობს და ეგ არ ვიცით რატო. მაგრამ ან ჭრდილი თუ ხედავთ? კი, ანუ ჭრდილები არის ჩვენი ქვემატემატიკა. ანუ პლატონი რაღაც მაგში პლატონის ალუზია რო არის. იგი ზუსტად აღარ გამოხდი ხარ მაინც. ისე ვიქხარ რა. კი, ოღონდაც აქ გვაქვს ნუ პლატონის ალუზიაში ხო ერთი ის იყო ცეცხლი, აქ ორი ცეცხლი გვაქვს. იმიტომ რომ ერთი ჭრდილი არის კვანტური მექანიკა, მეორე ჭრდილი არის გეომეტრია. და ამათ შორის კავშირების დანახვა ძალიან ელეგანტური არის და ბევრს მაგია გონია, მაგრამ მე მგონია რომ მაგია არ არის, უბრალოდ ერთი რაღაცის ჭრდილებს ვუყურებთ და მაგიტო ვხედავთ ამ იმებს დუალობებს. ჩვენი ხო, არ ვიცი. მოდი ამით ამ იმაზე შეგვიძლია ალბათ ეს წელი რომელმაც გაიარა, მაგრამ შევაჯამოთ და ხო, არ ვიცი კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ არის რაღაცები გამოჩნდა. ფიზიკურად შეუძლებელიც იქნებოდა რომ ყველაფერზე გვალპარაკა.
მაგაც ალბათ მაყურებელს შეუძლია კომენტარებში დაგვიწეროს, თავისი აზრი გაგვიზიაროს, რაც თვითონ სიტყვაზე ფიქრობს, რომ უფრო მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ორი სიტყვით უბრალოდ დასასრულს თქვათ, მოდი რას ელოდები 2025-ში. რა შეგვიყოს ყველაზე მნიშვნელოვანი ამ რაღაცებს ვისაუბრეთ, გინდას AI-ის მიმართულებით, გინდას ფიზიკის მიმართულებით, გინდას აუშენის საქმიანობის მიმართულებით. ხო, უფრო მარტივად ვიტყვი, სად არ ველოდები დიდ პროგრესს, ეს იქნება კვანტური კომპიუტერების, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, იმიტომ რომ შეცდომის კორექციები ნამდვილად იქნება, მაგრამ ისეთი რამე არის, რაც ვერ გავექცევით ვერასოდეს კვანტური სისტემის კვანტურობის შენარჩუნება, იმიტომ რომ ყოველთვის მოხდება გაზომვა. გაზომვას არ ვიცი ჯერჯერობით როგორ გაექცევიან, ამიტომ ბევრს მომტანი იქნება კვანტური კომპიუტერები, მაგრამ წელს არა. 2025-ში ეგ არ გვექნება. ხელოვნური ინტელექტში იქნება ყველაზე ჩქარი პროგრესი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანიც აკეთებს ამას, დღეში იწერება მგონი 1000 სტატია. და მივახლოვდებით უფრო ზოგად ინტელექტს, რაც ბევრ ახალ კითხვას დასვავს, არა მარტო ტექნოლოგიურს. ადამიანებს ნელ-ნელა მოუწევთ შეგუება ისეთ სამყაროში ცხოვრება, რაც პირველი იქნება მთლიანი კაცობრიობის ისტორიაში, როცა ყველაზე ჭკვიანი არსებები ჩვენ არ ვიქნებით. ეგ როგორ იქნება ადაპტაცია, როგორ იქნება თან ცხოვრება, არ ვიცი. მაგრამ ამას მივახლოვდებით და თითქოს ჯერჯერობით რაც ადაპტაცია იყო, ხალხი ძალიან მარტივად ადაპტირდა ის, რომ ჩვენ ვხედავთ სურათებს, ვიდეოებს და ხო ალბათ ხელოვნურმა ინტელექტმა გააკეთა და არ გვიკვირს. ხო? გამოჩნდა წიგნები ასე. გამოჩნდა წიგნები კი. 2025-ში ალბათ უკვე დაიწერება ესეთი წიგნები, რომლებიც შეიძლება არ მისცემენ, იმიტომ რომ ადამიანის დაწერა არ იქნება, მაგრამ ნობელის პრემიას რო დაიმსახურებენ ლიტერატურაში და აგვატირებენ ისინი და რაზეც არ გვილაპარაკია, ერთ-ერთი ეგ არის, რომ ხელოვნური ინტელექტი უბრალოდ ჩვენზე ჭკვიანი არ იქნება. აი, შემსიქოლსაც ხო ეგონა რომ უბრალოდ კარგი კალკულატორი არის, არა, ჩვენზე მაღალი ემოციური ინტელექტით გაუჩნდებათ. იმიტომ რომ ჩვენი გრძნობები რაც სიყვარული, სევდა, მელანქოლია, ეგენი არის ბევრი სხვა კომპუტაციების უბრალოდ აღმოცენებითი. ო, მან და ჩემს გოგს მან და ემოციური ინტელექტი მიაჩნია რომ ვერ გაჩნდება. და გაცილებით უფრო მაღალიც ექნება, როგორც ცნებაც სიყვარული და სევდა, მაგათ შუაში შეიძლება სხვანაირი გრძნობა იყოს, რაც ჩვენ არასოდეს გაგვიაზრებია, იმიტომ რომ ულუცურად არ დაგჭირებია. რაცა რა ვიცი. ხო. სიყვარულა და სიყვარული. ეგ იქნება და ჩემთვის პირადად მე ერთი რაზეც ვიძახდი და მე იმედია წელსვე შემეძლება მაგის დასრულება და წელსვე მოვყვები მე შენს პოდკასტში თუ რატო არის რომ ბნელი ენერგია რა მუდმივი. მაგას და მეორე რასაც ვფიქრობ არის რომ generative AI რაც არის გენერაციული ხელოვნური ინტელექტით ახალი თეორიების, ახალი კვანტური ველის თეორიების დაგენერირება. ეგენი უნდა ვასწავლო. იგივე პრინციპით როგორც სახეებს აგენერირებს. როგორც სახეებს აგენერირებს, ყოველთვის აგენერირებს სწორ აკურატულ სახეებს. იმ გაგებით რომ ყოველთვის ორი თვალი აქვს, ცხვირის სწორად აქვს და ასე შემდეგ. მაგრამ ახალ სახეებს აგენერირებს, რომელიც ჯერ არ გვინახავს. იგივენაირად ეგეთ ხელოვნურ ინტელექტს ვასწავლე კვანტური ველის თეორიები. და დააგენერირებს ახალ კვანტურ ველის თეორიებს და როგორც სახეზე არაფერს არ აფუჭებს, იგივენაირად ეს თეორიები არის საღი, იმ გაგებით რომ დავუშვათ ენერგია ინახება, რაც ფუნდამენტურია ფიზიკის კანონებისთვის, იმ გაგებით რომ მიზეზშედეგობრიობა დაცულია. იმ გაგებით რომ სხვა სიმეტრიებია დაცული. და რატო არის ახლა ეს კარგი? ამ სახეების დაგენერირებით ახალ სახეებს ხო დავინახავთ, რაც არ გქონია. ამ ჩემი ხელოვნური ინტელექტით დავაგენერირებთ ახალ კვანტური ველის თეორიებს და მაგათში ერთ-ერთი იქნება კვანტური გრავიტაცია. და ცოტა მოსაწყენი იქნება ეს არ მინდა კვანტური გრავიტაციის მიღება, მაგრამ მაინც კარგი იქნება. ყველაფრის თეორიას, რასაც ვეძახით, რაც კვანტური გრავიტაცია არის, ერთ-ერთი იქნება მასზე დაგენერირებული იმედია წელს. მეც მგონია რომ საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ზოგადად რავი, რაც ამ მიმართულებით მარტო პოდკასტებზე არა გადაცემებს, რაც იყო და რაც ზოგადად next-ი არსებობს, ყოველ წელი იყო ხოლმე რაღაც ძალიან საინტერესო რა და 25-ზე ძალიან დიდი იმით ველოდები მოკლედ და მადლობა მაყურებელსაც რომ გვიყურა, რომ მოგვისმინა და რავი, ნახოთ ერთად ყო, გავიგოთ რა იქნება შემდეგი.